გამარჯობათ. მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო საათნახევრის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომი ადამიანების ერთნაირ შეხედულებებს. სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობას დღეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დასკვნების უკეთესად გაკეთების საშუალებას მოგცემს. მაშ ასე, დღეს პრეს-პრესის ეთერში დასკვნები თემაზე შოუ ბიზნესური კრიზისი. რატომ გაიყინა და გაიყინა თუ არა ეს სფერო? რა კავშირშია შოუ ბიზნესის კეთილდღეობა სახელმწიფოს კულტურულ პოლიტიკასთან? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს პრეს-პრესის დღევანდელ გამოშვებაში მოისმენთ. იმაზე თუ კონკრეტულად რა ხდება სამამულო მუსიკალურ სამყაროში ისაუბრებენ მომღერლები თემურ თათარაშვილი, ლელა წურწუმია და ჯგუფ Soft Eject-ის ლიდერი ბახო ბაბუნაშვილი, რომელიც ასევე კომპეტენტურია სახელმწიფო სტრუქტურის სახელით ისაუბროს. იგი მერის საბჭოს წევრია. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ყველას რომ გვესტუმრეთ. დღეს ჩვენი მეოთხე სტუმრისთვის განკუთვნილი სავარძელი უფუნქციოდ დარჩა ამ სტუმარმა ქალაქის კულტურის სამსახურის ახალმა უფროსმა ქალბატონმა ნატა მაჩალაძემ თავისი თანამდებობრივი სავარძელი ეთყობა ჯერ კიდევ მოხერხებულად ვერ მოირგო და არასაკმარისად მზად არის პასუხი გასცეს ჟურნალისტების და მუსიკოსების კითხვებს. ყოველ შემთხვევაში იგი ჯერ დაგვთანხმდა, შემდეგ უარი განაცხადა ჟურნალისტების პირისპირ წარდგომაზე. ნახოთ მომგებიანი იქნება თუ არა ამგვარი პოზიცია. ჩვენ კი დღეს ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დაგროვდა სამამულო მუსიკალურ სამყაროში. მანამდე კი ტრადიციული პროლოგი პრეს-პრესის ეთერში. სიტყვა კრიზისი მუსიკალური სამყაროს ლექსიკონში მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამამულო შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა გარკვეულმა ნაწილმა ხმამაღლა გამოაცხადა, რომ მათი საყვარელი სფერო მიიცვალა. შოუ ბიზნესური აპათიის ფატალურ მსხვერპლთა წარმოდგენით ეს არასაბედნიერო რეალობაა და არავითარ შემთხვევაში მითი. გაცილებით პოპულარულ ენაზე ეს ყველაფერი ასე ჟღერს. შოუ ბიზნესში ფული აღარ იშოვება. პოპულარული მიზეზი კი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ ვეღარ გაუმართავობას და კონკრეტულად სახელმწიფოს მხრიდან თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების ვერ შემჩნევას უკავშირდება. პირველ რიგში არის ეს მატერიალური კრიზისი, რაც იმის გამოხდება, რომ აღარ ტარდება უბრალოდ ისე კონცერტები და მომღერალს ფული საიდან აქვს კონცერტიდან და რომ არა ფული ვერ ჩაწერს სიმღერას, რომ არა სიმღერა ვერ გადაიღებს კლიპს და ასე შემდეგ. ასე რომ შედარებით სხვა წლებთან შედარებით წელს საშინელება უკვე ჩემი აზრით ის კი არა ახალ წელს, როცა მთელი წელი ველოდებოდით მომღერლები ყოველთვის იყო ესეთი 31-ში კონცერტები ქონდა, წელს არ იყო. აი ისეთი სიკვდილი, როგორიც ეხა გამოიწვია ჩვენმა სფერომ, მე არ ვიცი, ნამდვილად ვერც ვიწინასწარმეტყველებდი და არც მეგონა ოდესმე თუ აი ესეთი ცუდი სიტუაცია ჩამოყალიბდებოდა. ყოველდღე რაღაცა მოსაწვევი მედოსახში ეს იქნებოდა პრეზენტაცია კლიპის, რაღაცა ჩვენება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი საერთოდ აღარაფერი აღარ ხდებოდა. არ ტარდება არანაირი ღონისძიება, არანაირი კონცერტი. მე ისიც არ ვიცი, ჩემი კოლეგები და უშოთ რითი არიან დღეს დაკავებულები, ანუ სიმღერებს წერენ, აღარ წერენ, რაღაცა ისეთ იმდენად იშვიათად ხვდებით უკვე ერთმანეთს, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, ესე შემთხვევით თუ სადღაც შევხვდებით ერთმანეთს. ჩამოყალიბების პროცესია, მე როგორც ხედავ და რამდენითაც ვიცი, და მცდელობაა სწორედ აი რაღაც სწორი მიმართულებით წავიდეს დაუშვათ სახელმწიფოს ინვესტირება ხელოვნებაში. როგორ შეიქმნა ორი სამი ორგანიზაცია, რომელიც ყველა უხდიდა ხელფასებს და ადამიანებს და აქ გამომდინარე გაჩნდა ეს ილუზია, რომ შოუ ბიზნესში ადამიანს შეიძლება ქონდეს ფული, რაღაც ყველა გადახდილი ფული. ბატი პატრიკაშვილი პირდაპირ აჩუქნიდა ვიღაცას ფულს, ბოლოს მიხვდა რომ ფულის ჩუქება არ შეიძლება დაანება ამას თავი და იმ ხალხს ეწყინა და წარმოედგინეს იმ ხალხმა, რომ შოუ ბიზნესი საქართველოში აყვავებული იყო, როდესაც იმათ ფულებს ჩუქნიდა, როცა აღარ ჩუქნიან, ესე იგი დაგნების გზაზეა. რაც არ უნდა უხეშად ხდებოდეს ჩვენს პატივცემულ ყურებს, ზოგადად შოუ ბიზნესი ისეთივე ბიზნესია, როგორც ნებისმიერი სხვა კომერციული საქმიანობა. თავისი პროდუქციით, მისი გასაღების მეთოდებით და შემოსავლით. ქართულ კულტურაზე თანამდებობრივად პასუხისმგებელი პერსონებიც კულტურულად და ხავერდონად იძლევიან მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ მათთვის შოუ ბიზნეს პროდუქცია არ წარმოადგენს პრიორიტეტს. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის ბუნებრივია კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის ძეგლები, ეს არის მოძრავი ძეგლები, ეს არის ფოლკლორი და ამის განვითარებაზე არის ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობა და ვალდებულება. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა მოაწყოს, ასე ვთქვათ, გასართობი ღონისძიებები, ფული მისცეს ადამიანებს,
რომელიც გამოდიან ესტრადაზე და ამ ესტრადაზე გამოსვლით მათ უნდა იშოვონ ფული თავად. მათმა პროდიუსერებმა უნდა იშოვონ ფული, უნდა იარონ გასტროლებზე და უნდა განავითარონ თავის საქმე ზოგადად. ანუ ეს არის აბსოლუტურად სახელმწიფოსგან ჩაურევლობის პრინციპი არის აქა. ჩვენ არც ვთქვათ ვაფინანსებთ შოუ ბიზნესს და არც ვერევით მის ხარისხში და ამ შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად თავისუფალი სფერო, როგორც ნებისმიერი ბიზნესი. სამამულო შოუ ბიზნესი როგორც ბიზნესის ერთ-ერთი ფორმა, ფორმალურად განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მაინც და მაინც ფრთებგაშლილი. მოჩვენებითი კეთილდღეობის წლებად შარშანდელი, შარშანწინდელი და უფრო გვიანდელი წლებიც ითვლება. სხვათა შორის კრიზისზე არ საუბრობდნენ მაშინ, როცა ის მომღერალთა ჯიბეებს ნაკლებად, მაგრამ მათ შემოქმედებას უფრო შესამჩნევად ეტყობოდა. ნუ 3-4 წლის წინ შოუ ბიზნესში ხდებოდა ის, რომ ხალხი იყო ბევრად უფრო ჩლუნგი პირდაპირ გაგებით და ხდებოდა ის, რომ ისინი მიდიოდნენ კონცერტებზე, სადაც გამოდიოდნენ ასეთივე ჩლუნგი მომღერლები და მღეროდნენ ფონოგრამაზე აღებდნენ უბრალოდ პირს და ეს ჩლუნგი საწოდავი ხალხი უკრავდა ამ ჩლუნგ მომღერლებს სტაჟს. და აქედან გამომდინარე, მე მგონი კრიზისი კი არა, პროგრესია ამ მიმართულებით. კრიზისი არის იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფომ საერთოდ ფეხებზე დაიკიდა თანამედროვე კულტურა, რომელიც გულისხმობს შოუ ბიზნესს. გაყოფა ამის არ შეიძლება. არ შეიძლება მე ვთქვა, იცი რა, მე ის მაინტერესებს ფოლკლორი მარტო და მე არ მაინტერესებს თანამედროვე ენა. ესე იგი რას ნიშნავს ეს? საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში შოუ ბიზნესის განვითარებას სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს, იმიტომ რომ თვითონ შოუ ბიზნესის განსაზღვრელი ადამიანები წარმოადგენენ ქვეყნის სარეკლამო სახეს. ფეხებზე კიდია სახელმწიფოს მთლიანი თანამედროვე კულტურა, იმიტომ რომ პრიორიტეტება წარმოუდგენია სახელმწიფოს, რომ არის ეთნოსი და ეს ეთნოსი გამოგცინ, თითქოს ახლა ინგლისის სიმბოლო იყოს რაღაც ინგლისური რაღაცა ეთნო ჯგუფი და არ იყოს ელტონ ჯონი. ეს ლაპარაკობენ ის თითქოს საქართველოს სიმბოლო არ უნდა იყოს თანამედროვე ხელოვნება, თანამედროვე ხელოვნებას ისინი არ აქცენ ყურადღებას, სადღაც ეთნოს ეძებენ და იქ რაღაცეებს იმაშუებიან. ეს არის ტყვილი, ეს არის უბრალოდ არასწორი პოლიტიკა კულტურაში. ყოველ შემთხვევაში გვერდზე დგომა მაინც ხო შეიძლება რომ რაღაცა იგრძნო, რომ შენ ჭირდები შენს ქვეყანას. ეს არ არის. შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა ჯანსაღ თუ არაჯანსაღ ამბიციას იყვნენ შემჩნეულნი სახელმწიფოს მიერ, ლოგიკური, თუმცა ზოგადი სახი აქვს. კონკრეტულ და ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს სახელმწიფო ალტერნატიული კუთხით უმზერს. ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა თუ ქართული შოუ ბიზნესში რაღაცა ღირებული და საინტერესო შეიქმნება. შესაძლოა ჩვენ განვიხილავდეთ კიდევაც გარკვეულ ინოვაციურ პროექტებს, რომელიც გარკვეული სხვა თქვა საგარეო ურთიერთობებში უწევს საქართველოს გარკვეულ დახმარებას, ან სოციალურად საინტერესო პროექტებია და შეიცავს შოუ ბიზნეს კომპონენტს, ან თქვა გარკვეული კულტურათ შორის დიალოგზე არის საუბარი და ამ მხრივ შეიცავს შოუ ბიზნეს კომპონენტს. ანუ შოუ ბიზნესი ჩვენთვის ბუნებრივია, არ არის საქმიანობა non grata, ასე არ არის. მაგრამ ჩვენ შოუ ბიზნესს, როგორც შოუ ბიზნესს ვერ დავეხმარებით. ჩვენ შეგვიძლია შოუ ბიზნესის კომპონენტები გამოვიყენოთ გარკვეული სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის მზადყოფნა ქართველი მომღერლებისთვის ყოველთვის ჩვეული და ჩვეულებრივი პოზიცია იყო. შოუ ბიზნესის მესვეურებს დღეს უფრო ის აინტერესებს, ვინ გამოხატავს მზადყოფნას, გადაარწმუნოს ქართველი მომღერლები, რომ უკეთესია საკუთარი შესაძლებლობები საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოიყენონ. ჯერჯერობით ვარდები შოუ ბიზნესში ნაკლებად სცენის ატრიბუტთან და უფრო მეტად თვითმფრინავის ტრაფთან და გამოსამშვიდობებელ დეტალთან ასოცირდება. ყველაზე ცუდი რა არის იცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე წავიდა საქართველოდან და წავიდა გასაგები მიზეზების გამოც. იმიტომ რომ აქ არაფერი აღარ ხდება, აქ პრინციპში რასაც აკეთებ, ეს არის ქველმოქმედება, შენ აქედან ფულს ვერ იღებ, უბრალოდ ძალიან ცოტას იღებ რა, რასაც დებ 2 მაქს და 3 მაქს დებ. გაუგებრობა არის კულტურულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვს ადამიანებს იმაზე, რომ აი ძველად რო იყო, ის იყო, იმას უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ და დღეს რაც არის, იმას არ უნდა გაუფრთხილდეთ. და ის არ არის იმდენად ფასეული. მთელი ინგლისის ბიუჯეტის ნახევარ შოუ ბიზნესიდან შემოდის. ესე ისინი იტყვიან, რომ მე შოუ ბიზნესი არ მაინტერესებს. შეიძლება ინგლისელმა კაცმა თქვას, რომ მე შოუ ბიზნესი არ მაინტერესებს, როცა შოუ ბიზნესში შემოაქვს ვალუტა ამდენი სახელმწიფოში, საღათ მოაზროვნე სახელმწიფო შეიძლება თქვას, რომ შოუ ბიზნესი არ აინტერესებს. ესე იგი აქ არის პრობლემა.
აქ არის პრობლემა მენტალობაში, აქ არის პრობლემა იმაში, რომ ადამიანებს არ ესმით, ვინც კულტურაში არიან დღესდღეობით მესვეურები. რამდენად მნიშვნელოვანია შოუ-ბიზნესი ქვეყნისთვის. შოუ-ბიზნესი არის დღეს მსოფლიოსთან სალაპარაკო ენა. ჩვენ უნდა შევქმნათ სალაპარაკო ენა, რითაც დაველაპარაკებით თანამედროვე მსოფლიოს. იმას სამუზეუმო ჩვენი ენა უკვე ნანახი აქვს, მოსმენილი აქვს მილიონჯერ. წაიღეს ამ სუხიშვილებმა, მუხიშვილებმა, რუხიშვილებმა, ყველამ წაიღო და აჩვენა ეს ჩვენი ძველი ენა და იცის ყველამ და კარგად ნახა და თანამედროვე ენაზე ჩვენ მსოფლიოს ვერ ველაპარაკებით. აი ამაში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია კულტურის სამინისტრომ, ამაზე უნდა იფიქროს თანამედროვე კულტურის განვითარებაზე და არა ძიებაზე, რაღაც ძველის და აღდგენაზე, რომელიც ისედაც ჩვენო მსოფლიომ უკვე იცის. თუ ჩვენ მივდივართ დერეგულაციის გზით, თუ ჩვენ მივდივართ ბიზნესში სახელმწიფოს ჩაურევლობის გზით, ზუსტად იგივე ეხება შოუ ბიზნესაც. ეს არის პროდიუსერების საქმე, პრომოუტერების საქმე, ეს არის მათი ბიზნესი და იმედი მაქვს, რომ ეს ბიზნესი კარგად განვითარდება. ბაშას ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენი დღევანდელი თემაა კრიზისი შოუ-ბიზნესში და თუმცა სტუდიაში მარჯვენა ფლანგი ყოველთვის უპირისპირდებოდა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, დღეს მათ გასაჭირზე ვსაუბრობთ. იმედი მაქვს ჩვენი პრესგუნდი მზადა ამ სიტუაციაში გასარკვევად და მე პრესპრეს დაწყებულად გამოვაცხადებ და პირველი შეკითხვა. აქვე უკასრავად თუ შეიძლება გავაკეთოთ პატარა შენიშვნას თქვენ ანონსთან დაკავშირებით. მე ვერ ვიქნები ვერანაირად სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენელი დღეს ამ სტუდიაში, იმიტომ რომ მე ვარ ჯგუფ Soft Eject-ის ერთ-ერთი წევრი, პირველ რიგში ვარ მუსიკოსი და თქვენ თუ თვლით, რომ მე როგორც მერის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რაც თავისთავად არ გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობას და რაც თავისთავად არ გულისხმობს სახელმწიფოს სახელით ლაპარაკს, მე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ დღეს სახელმწიფოს სახელით, ხელისუფლების სახელით, მე ვარ აქ როგორც მუსიკოსი და ძალიან გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. იცი ვახო ეს არც გულისხმია პრინციპში, რომ თქვენ მეტნაკლებად უკეთესად ხართ გასაგებია კომენტარს ვაკეთებ მე. გასაგებია. რა თქმა უნდა, წარმომადგენელი ის ვინც არის დღეს ქალაქის კულტურის სამმართველოს უფროსი, რომელიც თვალითაც არ ვიცი ვინ არის, რომ მოვედი დღეს ვიკითხე რომ სადა რომელი არის მეთქი, იმიტომ რომ არც ვიცი ვინ არის. და იცით წესით მე მგონი რომ ღირსები ვართ, იმდენი დამსახურება გვაქვს, რომ რაღაც აი კვირაში ერთხელ დაიბაროს ერთი ჯგუფი და გაგვეცნოს, რომ გამარჯობათ ეს მე ვარ დღეს თქვენი ქალაქის სამსახურის. აქ უბრალოდ ობიექტურობის გამო, იმის გამო რომ მე ეს ინფორმაცია მაქვს და შეიძლება თქვენ არ გქონდათ და ნუ თქვენ მით უმეტესად არა გაქვთ რადგან ეს ვლაპარაკობთ, ნუ ვიცი რომ ქალბატონი ნატა ავად არის და ამიტომ არ მოვიდა. დღეს შეიძლება ხო, ეს უბრალოდ ინფორმაციის სახით რა. გასაგებია. მე ლიზა, მიკროფონში. როგორ? კარგი, მოდი საუბარი დავიწყოთ როგორ? ლიზა, მოდი ეს მიკროფონი რომ გეკნება ხელში, მაშინ გავარკვევ ეს და პირველი შეკითხვა, ვახო, უკაცრავად გაწყვეტინებ პირველი შეკითხვა და ლიზა მე შეგიძლია იკითხო ეს მიკროფონში. გამარჯობა, ტელეკომპანია. ლიზა. ისე კომპეტენტური და საინტერესო კითხვა იყო, კარგია. ხო. გამარჯობა, ტელეკომპანია რუსთავი 2, ეკა ქადაგიშვილი. მე პირველ რიგში გკითხავთ თქვენ, როგორც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ შეიძლება, რა მონაწილეობა შეუძლია სახელმწიფოს მიიღოს შოუ-ბიზნესის განვითარებაში. ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით სახელმწიფო ესე ცალსახადრო ვთქვათ, რომ დააფინანსოს შოუ-ბიზნესი სახელმწიფო საქმე არ არის, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, როგორც ყველა სხვა. და ვახო, თქვენც გკითხავთ იგივე, თქვენ ხართ მუსიკოსი ამ შემთხვევაში, როგორც მუსიკოსი მოსული, მაგრამ ასევე თქვენ ხართ მერის, ქალაქის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ასე შეიძლება თქვენ განსხვავებული ინფორმაცია გქონდეთ. ამის შესახებ რა თქმა უნდა, ჯერ თქვენ დაიწყეთ, მე რა. ნუ ალბათ ყოველთვის დიდი ხანია სცენაზე ვარ და დამიცმევ. კი ბატონო. გეკუთვნის. იცით რა არის? ხალხი დადგომა, როგორც ასეთი წინა ქალაქის სამმართველოს უფროს, იცით რითი გამოიხატებოდა მის ჩვენს გვერდით თქომა, უბრალოდ ის ედგა მაყურებელს უფრო გვერდით და რატო დაგიკონკრეტებთ ახლა. ჩვენ არ გვაძლევდა ესე ფულს, ნა ლელა, ნა თემურ წადიაგე ჩაიცვი ჯინსები და იყიდე ახალი მიკროფონი ან ჩაწერე ახალი სიმღერა, არა.
უბრალოდ გვიფინანსებდა კონცერტს, აი არენდა, მაგალითად ფილარმონიის არენდა, რომელიც ხის რამოდენიმე 1000, ის რიცხავდა სამსახურს კი მერის საქალაქო კულტურის სამსახური და ამის ხარჯზე უკვე ჩვენი ბილეთი იყო გაცილებით დაბალი ფასის, რომ ელემენტარულად არ აქვს ხალხს ხო იმის საშუალება რომ მოვიდეს და იყიდოს 30 ლარიანი და 40 ლარიანი ბილეთები. თან ბოდიშები თემო ერთი წამით გაგაწყვეტინებ. თან ეს ის კი არ იყო რომ დაუშვათ ჩვენ დათოს ის გვეთხოვოდა ეს უცებ რაღაც. ანუ ეს რა ხდებოდა, თუ ბიუჯეტში იდებოდა ეს. ანუ გეგმა კეთდებოდა რომ მე მინდა კონცერტის გაკეთება, ამას ითვალეთ სიგნებდა მერის კულტურის სამსახური და ეს არის კონკრეტულად ლელა წურწუმიაზე ან ვიღაცა ეს ეგა კვალიაშვილს გაუკეთდა, მე გამიკეთდა, ანუ მე ორჯერ. ხო, იმიტომ რომ ხალხი ვერ იღებს ელემენტარულად ხო ძვირიან ბილეთს და მე რომ დავადო 5 ლარი თქვა, უკაცრავად რომ დავადო 30 ლარი, რითიც უნდა დავფარო მე ეს ხარჯი დარბაზის. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ რომ ძალიან ძვირი ჩდება განათება, აპარატურა, ის არენდა. ფიზიკურად ის კი რომ მე მოგებადამ ჯიჯიბეში, საერთოდ ვერ დავფარავ ამ ხარჯს ელემენტარულად. ამიტომ აი ეს ხარჯი იფარებოდა ეს ნაწილი რაღაც ნაწილი და ჩვენც უკვე მოგებაზე არ იყო საერთოდ ლაპარაკი. თქვენ ფიქრობთ რომ ეხლაც იგივე უნდა გააკეთოს ალბათ ესე უნდა გააკეთოს, ისიც რა არის მე ცხოვრებაში არ ყოფილვარ არავისზე დამოკიდებული და ღმერთმა დამიფაროსო კიდე მაგათ თუ თხოვო რაღაცა. თუ გააკეთებენ ძალიან კარგი იქნება რომ თუ გააკეთებენ და თუ არ გააკეთებენ ახლა ჩვენ თვითონ იციან აგედელაც ალბათ. რა შეგებია ლელა? თქვენც იგივე ასე გაქცევა. იცით რა არის? უბრალოდ ეხლა მე არ მინდა აბსოლუტურად რაღაც აქცენტი გავაკეთო და დაუშვათ წარსულს მივტირი, მაგრამ სამწუხაროდ დღეს დადგა ისეთი დრო, რომ გვაქვს შედარების საშუალება, ხო? იმიტომ რომ ცუდი იყო თუ კარგი იყო დაუშვათ, ხო? არსებობდა რაღაცა სტრუქტურა ქალაქის მთავრობაში, მერის კულტურის სამსახური, რომელიც გარკვეულწილად ფიქრობდა ჩვენზე, იმიტომ რომ იგივე როცა მე გავაკეთე აი წინა 2 სოლო კონცერტი ეს იყო ფილარმონიის საღამო, ეს იყო სპორტის სასახლე. მე თხოვნით წერილობით მიმართა დათო ქიტაშვილს და მან გამოყო ის გარკვეული თანხა, რომელიც ჭირდებოდა არენდის დასაფარად, იმიტომ რომ ხა როგორც თემურმა წეღან თქვა, საკმაოდ სერიოზულ თანხებთან გვაქვს ხოლმე ურთიერთობა, როცა გვინდა ხარისხიანი გავაკეთოთ და ეს თანხა, რომელსაც დაუშვათ ჩვენ მერის კულტურის სამსახური გვაძლევდა, შესაბამისად რაღაცა ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ რომც არ ყოფილიყო დაუშვათ ეს რაღაც ისეთი ძალიან დიდი თანხა, ყოველი შემთხვევაში ჩვენ გძნობდით მხარდაჭერას. იცი უფრო აქტიური იყო. მე გაგახსენებთ კიდევაც, აი გახსოვთ თბილისის ომების შემდეგ, ფაქტობრივად კონცერტი რა იყო, დიდი ხანი არავინ არ ვიცოდით და პირველი ესე ვთქვათ ფილარმონიის კარი აი ამ ცუდი სიტუაციის მერე ფაქტობრივად შეაყო დათო ოქიტაშვილმა. გახსოვთ, მე ჩამოგითვლით თუ გნებავთ, გაგახსენებთ რამდენი საღამო ჩატარდა, ეს იყო კალბატონი ნანის საღამო, ეს იყო ჩემი საღამო, თემურის, თამუნა მონაშვილის, ეკა კვალიაშვილის, აჭიკო მეფარიძის, მაია ჯაბუა, თამლიკო ჭოხონელიძე თბილისზე შექმნილი სიმღერების ფესტივალი, მაცაცო სეპისკვერაძე, მარიკო კვალიაშვილი, ქართული ხმები, რამდენი ჩამოგითხოვოთ. ლელა მაპატია და სამწუხაროდ ამას ყველაფერს პრინციპში უკან ედგა ის ადამიანი, რომელიც დღეს აღარ არის ზურაჟვანია, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებდა აი ამ კულტურასთან მეგობრულ რაღაცა იცით აი ხო ყოველთვის ნუ და ნებისმიერი ქუჩის აქცია თუკი რამე კონცერტი კეთდებოდა ანუ სახელმწიფოს დაგვეთით ძირითადად მეს არაერთხელ დაგაფინანსად მერის სამსახურმა კი ჩვენ სოლო კონსერვატორიაში ჰქონდა რაღაც კონცერტი ჩვენ ერთი სოლო კონცერტი ფილარმონიაში მერის სამსახური დაგვეხმარა არენდის გადაიხადა. ნუ ძირითადად არენდით ჩემო. არ იყო მნიშვნელობა, მეგობარი იყო თუ არ მეგობარი. აბსოლუტურად დღეს აღმოჩნდით ისეთ რა მე ქალბატონი რაფეა ახლა ახალ ნატა მაჩალაძე. ხო ქალბატონი ნატა მე ვიზუალურად არ მინახავს ქალბატონი ნატა გასაგებია ისეთ რა ახლა მე ისიც არ ვიცი რა პროფესიის არის ქალბატონი ნატა და საერთოდ რა შეხება აქვს თუ არა საერთოდ ხელოვნებასთან და შეიძლება უბრალოდ ქალბატონი ახალი დანიშნულია და უნდა რომ გაერკვას მაგრამ მე ვფიქრობ რომ თუ დღეს ჩვენს ქვეყანაში რაღაცას წარმოვადგენთ, თუ მე შემიძლია დღეს სპორტის სასახლე გავავსო, თემურმა გავავსოს
იგივე ფილარმონიის დარბაზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ არ შეიძლება იგივე როცა რაღაც კეთდება ელემენტარულად ვიღაცამ გთხოვოს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივისცემა იქნება და სწორი დამოკიდებულება იქნება ჩვენ ადამიანებისადმი, ვინც რაღაცას წარმოვადგენთ ხო დღეს ჩვენ ქვეყანაში. რომ ელემენტარულად ვიღაცამ გითხრას, ვიცი რა, ესე ვაკეთებ. ესე იქნება. იგივე რაც ახალი წლის ღამეს მოხდა. ვიღაცას ეკითხა, რომ იცით რა არის, აი ვაპირებთ ამის ახალი წლის ღამე ეს არის ყველა ქვეყანაში ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ყველაზე შემოსავლიანი დღე. ერთ დღეზე მაქვს საუბარი, 9-10 კონცერტზე დავდიოდი ღამის განმავლობაში და კიდე ამდენს უარს ვეუბნებოდი, იმიტომ რომ არჩევანის საშუალება იყო და მე ამ წელს საერთოდ საქართველოშიც კი არ ვიყავი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო სამუშაო. და ის რისი გაკეთება შეიძლება. ეს ესტრადა ხალხს ცუდია თუ კარგია, მაინც მოსწონს თავისი უნდა და ტელევიზორშიც გადიოდა სულ ძველი მასალა. ანუ მთავრობაში აღარ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აქამდე ციტა მე ვფიქრობ, რომ არ არსებობენ. შაშანდელი ახალი წელი გაიხსენეთ რა კარგი იყო. შაშანდელი ახალი წელი გაიხსენეთ რა კარგი ჩატარდა. პროფესიონალები არ არსებობენ, თორე მე აი მართლა მეუბნები, სული პასუხისმგებლობით, მე აბსოლუტურად არ ვადანაშაულებ დაუშვათ ქალაქის მერს, ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილს, იმიტომ რომ ის არის ქალაქის მთავრობა, მას აქვს თავის საქმე. უნდა არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს მიაწვდეს, იმიტომ რომ ელემენტარულად ვერ დაიწყებს ახლა ქალაქის მერი ვლაპარაკ, იცი რა ხდება დაუშვათ უწუმია სამუშაო აქვს, ეგ თათარაშვილს თუ ასე იქნება თუ ასე იქნება. ანუ უნდა არსებობდნენ ადამიანები, ვინც ფიზიკურად უნდა დააინტერესოს ეს ადამიანი, რომ ესეთი პროექტია, ესეთი საღამოა, რა ვქნათ, იქნება ესე ჯობია. ვიღაცამ ხო შეიძლება რაღაც კითხოს. როდის როცა არჩევნებია, მაშინ ვართ კარგები? ხო, მაშინ ჭირდება არჩევნები. ვიპასუხეთ, ხომ არ არის საჭირო რომ თუნდაც რაღაცნაირი ბაზა შეიქმნას, თუნდაც ამოიქაჩოს აი სფერო, რასაც პროდიუსერი ქვია და რაღაცნაირად მომღერალმა გააკეთოს ის რისი გაკეთების შესაძლებლობაც აქვს. მე უბრალოდ ეხლა უკაცრავად, უბრალოდ არ მესმის ჩვენ თუ შოუ ბიზნესზე ვლაპარაკობთ, რა შუაში აქ სახელმწიფომ კონცერტი მოგვიწევს. ჩემთვის გაუგებარია, ძალიან დიდ ბოდიში ვთქვა. თუ შოუ ბიზნესია, თუ არის ბიზნესზე ლაპარაკი, თუ არის იმაზე ლაპარაკი, რომ მე კონცერტით დისკების გაბედვით. აბა, შოუ ბიზნესია თუ რა? არ არის მარტო იმაზე საუბარი, შოუ ბიზნესი რა მდგომარეობაში არის, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ საერთო სიტუაცია რომ საერთოდ შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ამ მხარეზე, იმიტომ რომ ადრე თუ აინტერესებდა დღეს რა მოხდა, ამას ვიხილავთ, ხო? ამის თქმა უნდა, პრობლემა ის არის, რომ ადრეც და ჯერჯერობით კიდევ არ არის სისტემა ჩამოყალიბებული, იგივე დაუშვათ სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნებაში ინვესტირება. იმედი მაქვს, მალე იქნება. მომღერლებს რომ დაეყო შოუ ბიზნესი, აი მაშინ დაიღუპა უკვე საქართველოს მომღერალი. მომღერალია მომღერალი და ბიზნესი არის ბიზნესი ჩემი აზრით. ხო, მაგრამ ჩვენი პროფესია უკვე ბიზნესში გადავიდა, როგორც ხო, მაგრამ მე პირადად ჩემი სიმღერა, მე ვთქვი რომ მე ვარ მომღერალი და მე არ ვარ ბიზნესმენი, რომელიც სპორტ სასახლეში მე ვერ გავავსებ. მე ვარ მომღერალი. არა, რა თქმა უნდა, თემო, შენ ხარ მომღერალი და ამაზე 2000-ს არასდროს არავის ეჭვი არ ეპარება. პრობლემა სწორედ ამაშია, რომ უნდა არსებობდეს სისტემა, უნდა არსებობდეს პრინციპი, რომლის მიხედვითაც უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო სტრუქტურა, ჩემის აზრით, სახელმწიფო სტრუქტურა ხელოვნებასთან ურთიერთობისას. აბსოლუტურად ვეთანხმები, არც მე არ ვთვლი, რომ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა უნდა ფინანსდებოდეს და კულტურულ მემკვიდრეობაში უნდა იდებოდეს ინვესტირება. მე ვთვლი, რომ საერთოდ მთლიანად ხელოვნების ბაზის შესაქმნელად, სტიმულის შესაქმნელად უნდა ხდებოდეს სტრუქტურულად პრინციპების, განსაზღვრული პრინციპების მიხედვით მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან. მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითად იმ ქვეყნის, რომელსაც მეტნაკლებად ვიცნობ და თუ რომ ვიცნობ რა ხდება შოუ ბიზნესში და რა ხდება სახელმწიფოს მხრიდან და უშუალოდ კულტურასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს არის დიდი ბრიტანეთი. მაგალითად მანჩესტერის მუნიციპალიტეტი არ აფინანსებს არც ერთი ჯგუფის, არც ერთი მომღერალის, თუ რაც არ უნდა კარგი მომღერალი იყოს მის კონცერტს. ანუ 100%-იან დაფინანსებაზე მაქვს საუბარი. მიხმარებაზე არა მაქვს. ის მიხმარებები რაც იყო, რაც თქვენს და მათ შორის მეც მქონდა, ის ერთჯერადია და სწორედ ეს ერთჯერადობა ქმნის იმ პრობლემებს, რა პრობლემებიდანაც მოვედით ახლა ჩვენ საზოგადოდ ხელოვნებასთან და სახელმწიფოს და ხელოვნების ურთიერთობაზე ვსაუბრობთ ახლა. მანჩესტერში არის ერთ-ერთი ასეთი პრინციპი მუნიციპალიტეტის. მუნიციპალიტეტს აქვს თავის ბიუჯეტი და აქვს ერთ-ერთი პრინციპი, რომ ახალგაზრდა მუსიკოსებს
შეუძლიათ განაცხადონ მუნიციპალიტეტში, რომ მე ვარ მუსიკოსი. და მუნიციპალიტეტი რაღაც იმის კონკურსიც არის, რა თქმა უნდა, იქ რაღაც ყველას ვერ აძლევენ, მაგრამ რაღაც განსაზღვრულ დიდ რაოდენობას. უბრალოდ საშუალებას აძლევს იცხოვროს, არ იფიქროს სახლის ქირაზე და გაცილებით უფრო რთულია იქ ცხოვრება ევროპაში ვიდრე საქართველოში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ჩვენი ამ სიტუაციაზე. იქ მართლა ძალიან ძნელია ცხოვრება. აქ შეიძლება გადარჩი, იქ შეიძლება მართლა დაიღუპოთ, ქუჩაში აღმოჩნდეთ. აძლევს საშუალებას იქირავოს ბინა, აძლევს საშუალებას რაღაც დოტაციაზე ყავს, რომ ჭამოს რაღაცა ის ელემენტარულად, მაგრამ უნდა აკეთოს მუსიკა. ხო, მაგას ანუ პრინციპი არსებობს რა. ის უნდა აკეთებდეს მუსიკას, ის არ უნდა ფიქრობდეს სხვა რაღაცას. ის ზის სახში წერს, მუშაობს, მუსიკას წერს და მერე უკვე წლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ ხდება მათი შემოწმება, ასე ვთქვათ. თავის ხალხი ყავთ, მიდიან, უყურებენ რა ქენი წელს შენ, აბა რა მიღწევებს მიაღწევ. შენ კონცერტი ჩაატარე ერთი მაინც. და კონცერტი არ არის მხოლოდ დარბაზი, და კონცერტი არის საკლუბო გამოსვლაც. ნებისმიერი გამოსვლა კონცერტია, ხო, როგორც მომღერლებმა იცით, ხო? არ არის აუცილებლად სპორტის სასახლე გაავსო. შეიძლება კლუბშიც გამოხვიდე. და ეს არის ჩვენი პროფესია არ არის დიდი დარბაზების გავსება მხოლოდ, ხო? დიდი დარბაზები ეს არის კომერციული ინტერესის კონი. ჩვენ თუ თქვენს მეც თუ მინდა რომ მე კომერციულად მოვიგო დიდ დარბაზში, მაშინ მივდივარ და კლუბში რაღაც ჰონორარი მაქვს და ჩემ პროფესიას აქ ვავ. გამეთახე რომ ვერც თქვენ და ვერც მე კიდე დიდ დარბაზს აი სპორტს საფუძვლად ვერ გავავსებ. კი ბატონო, მე უბრალოდ დავამთავრებ ჩემას და მე გავაგზავნე, ხო? აი ეს ერთ-ერთი ასეთი მიდგომა, მე დავუშვათ იქ რაღაც, როგორც კი ერთ-ერთი მუსიკოსი, რომელსაც სახელმწიფო დოტაციაზე ყავს მუნიციპალიტეტს, რაღაც კონტრაქტამდე მიდის. ანუ ამისკენ მიდის, ხო? შოუ ბიზნესია ეს. კონტრაქტამდე უნდა მიხვიდე, თუნდაც პატარა ლეიბელთან, ან დიდ ლეიბელთან, არ უკვე კომერციულ საწესებზე მიდის. რა თქმა უნდა, მე უწყდება ის დოტაცია სახელმწიფოს მხრიდან. ანუ სტიმულირება ხდება. მეორე მაგალითს მოვიყვან კიდე მოკლედ მარტივს, თუ გინდათ არ ვიტყვი. არა, მაგალითი არა, ერთ-ერთი მაგალითად არის სკოლა, დიდი სკოლა, რამდენიმე სკოლებია პატარა, სადაც დღევანდ ნანა არჩვაძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა, იცით რა, მაგალითების მოყვე, მოდით რა რეალობაში დავბრუნდეთ საქართველოში, მანჩესტერი, ინგლისი. ამ მოდელების გადმოტანა საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია, მოდით რეალობაზე ვისაუბროთ, ხო? მე მინდა უბრალოდ მაგალითის საშუალებით რაღაცნაირად გამოვხატო ჩემი დამოკიდებული, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. თქვენი პოზიცია გასაგები, რამდენი ხანია ხართ მრჩეველთა მერის მრჩეველთა საბჭოში? ოქტომბრიდან თუ არ მეცნიერია. აი თქვენი ეს პოზიცია რამდენად გაიტანეთ და რამდენად შეიტანეთ და რამდენად ესე თუნდაც რა ურჩიეთ თქვათ მერს ან მერიას? ამის თქმა მინდოდა და სიუჟეტის ამას. იმ თვიდან ქირას მე აღარ გადავიხდი. ამას ვცდილობდი, ანუ ამაზე ეხლა მიდის მუშაობა, როგორც იცით, რაღაცები იცვლება და მერიაშიც იცვლება, რეორგანიზაცია ხდება და სტრუქტურების თავიდან ყალიბდება. ასეა და შესაბამისად იმ სტრუქტურების პრინციპებიც თავიდან ყალიბდება და ამაზე მიდის მუშაობა, მე რამდენად ვიცი, მე ვარ მრჩეველი და მე მხოლოდ საკონსულტაციო და სათათბირო ხმა მაქვს, ანუ ეს ჩემი აზრი შემიძლია გაუზიარო და ამას ან გაითვალისწინებს ჩინოვნიკი ან არა და სამსახური ან არა, მაგრამ ეს აზრები, ამ აზრების გაზიარება, როგორც მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მათ შორის ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი, სიკარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი იქ არის და კიდევ ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანია იქ. მათი აზრები ამ საკითხში აუცილებლად, რა თქმა უნდა, როგორც მრჩევლები გათვალისწინებული იქნება. უბრალოდ ამაზე კონკრეტულად იმის გამო, რომ სტრუქტურა არ ჩამოყალიბებულა, არ ყოფილა. ეს ჩემი პასუხი. თუ შეიძლება ჩემს აზრს ვიტყვი, მე ვთვლი, რომ მართალია, მართლაც უკვე 1 წელია ალბათ რევოლუციის შემდეგ, როგორც ნინიმ თქვა, რაღაც ესეთი ყოველდღე სადღაც პრეზენტაცია, ყოველდღე კლიპი, ყოველდღე რაღაც სიახლე, რაღაც მოძრაობა იყო. ეხლა როგორც ჟურნალისტი, სიმართლე გითხრათ, რაღაც ესეთი დასაწერიც უკვე აღარაფერია რა, ძალიან ბევრს, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება საერთოდ ამ სფეროში. ამ სფეროში კი არა, საერთოდ რაღაც მუსიკალურ, მარტო შოუ ბიზნესი ესე როგორც ესე გამოვყოთ არ მინდა. მუსიკალურ ცხოვრებაში საქართველოში. ძალიან ცოტა რამ ხდება. მე ვფიქრობ და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფო ის მთავრობა თუ ის ხელისუფალნი, ვინც მოვიდნენ, თითქოს განაწყენებულნი არიან
შოუ ბიზნესის იმ ნაწილზე, რომელიც თუნდაც თავის დროზე საკმაოდ მუშაობდა და საკმაოდ დიდ ესეთ დარბაზებსაც ავსებდა. რაღაც აი ესეთი საბეჭდილება რჩება და პრიორიტეტული გახდა სხვა მხარე, ანუ არ მინდა ამის გამეორება, მაგრამ წვიმის მუსიკოსები, სხვა და სხვა. ანუ აი თუნდაც რჩეველთა საბჭოში, ძალიან უბრალოდ არ ვიცი, არიან თუ არა შოუ ბიზნესის წარმომადგენლები. ანუ ესტრადის. ანუ ხო, შოუ მარტო ბიზნესი. ხო? თუმცა აი სხვა ვინ არიან, აი მომღერლები ჩვენი სფეროდან ესე თქვა, ჩვენი მიმართულება. ანუ არავინ არ არის, რაღაც თითქოს აი ესეთი შთაბეჭდილება მაქვს. თითქოს მე არა ვერ დაგეთანხმები ეს რაღაცას თუ მომცემ მე ვიცი რა ვერ დაგეთანხმები იმაში რომ არაფერი არ ხდება ეხლა სამწუხაროდ ბევრი არ ხდება თქო ანუ იმის არა ნუ ვერ დაგეთანხმებით ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ადრე დავარქმევთ ამას თუ რაღაც ახლოს ასული იყო კონცერტების ჩატარება მართლა ხტომილებაა და თქვენ თვლით რომ ეხლა ნაკლები კონცერტი ტარდება და ამის გამო არაფერი საერთოდ არ ტარდება. დავით მე მაგალითად ვიცი რომ ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება. დავით ბოლო კონცერტზე მითხარით ერთი თვის მანძილზე ბოლო კონცერტების რაოდენობა ჩავ. მე ირაკლი ფირცხალოვას კონცერტი ეს გასტროლი არა იყო. ლილიკოს საღამოზე. ლილიკოს ეს მოაწყო ქართული სული ეს ფესტივალი იყო 4 დღე. ეს იყო გამონაცემა. ეგ მოხდა ხო? ეგ მოხდა სიტყვაზე ხო? მე თვითონ გამოვედი მაგალითად და ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ცოცხალი შემსრულებელი გამოვიდა. იცით რა არის ახლა? კავკასიის თანამედროვე ფესტივალი. და რაც შეეხება წვიმის მუსიკოსების პრიორიტეტს ათხედავთ თქვენ წვიმის მუსიკოსები ეგრეთ წოდებული რომ პრიორიტეტები მე უფრო მეც გეტყვით ნახეთ პრეზიდენტის ვიზიტი და ვინ დგას პრეზიდენტის გვერდზე ქართული კულტურის დღეებში ნახეთ რა ვინ დგას ისე ვის ხალხი ალბათ კარგი მუსიკოსები და ზოგი მართლა კარგი მუსიკოსია ვინც ადრეც იდგა პრეზიდენტის გვერდზე წინა პრეზიდენტის გვერდზე იქ სადაც პრეზენტაცია ხდება საქართველოს კულტურის ხო პრობლემა სწორედ ამაშია. პრობლემა ჩემთვის პრობლემა, ჩემის აზრით პრობლემა. მე იმას კი არ მომწონს. მე პრეზიდენტმა არ უნდა დამიძახოს და რომც დამიძახოს არ დავა. პრეზიდენტის ასამბლეის სახით ვერ ვიქნებდი. მაგრამ პრობლემა იცით რაშია? პრობლემა იმაშია, რომ ქართული კულტურის სახეს წარმოდგენა დაუშვათ საზღვრებს გარეთ, სადაც ჩადის ოფიციალური დელეგაცია. ხდება მხოლოდ განსაზღვრულ რაღაც წრის წრიდან გამომავალი მუსიკოსები და საქართველოს გაცილებით უფრო მდიდარი და ფართო სპექტრის მქონე ქვეყანაა. ჩვენ ეს მართლა დიდი სიმდიდრე გვაქვს. რეალურად გვაქვს ეს სიმდიდრე. და აქ მარტო ფოლკლორზე არ არის რა ლაპარაკი. არა, ერთი რა მინდა იცით გითხა ხა აქ არ არის კონკრეტულად ლაპარაკი იმაზე რომ გინდათ თუ არა მე ჩემი სახელმწიფო და მთავრობა რატო არ მეხმარება. მართალი გითხეთ აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ რომ მე ყოველთვის ჩემი თავის იმედი მქონდა და ფაქტურად მე სამივე კონცერტი ჩვენ ვართ შოუ-ბიზნესში ჩვენ თავის იმედი უნდა ქონდეს ჩვენი მენეჯმენტის რა მე რაღაცა თუ დაგეხმარება მადლობა ნაკლებად მესწავლება იმიტომ რომ 3 სოლო კონცერტი მაქვს მიცემული ყველამ ძალიან კარგად იცით როგორ ჩაიარა და აბსოლუტურად ერთ აბრასაც კი ვერ ნახავდი სპონსორისას ისე ჩატარდა ჩემი კონცერტი მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი ნანა თქვენ მინდა რომ გკითხოთ რომ რატომ არის განაწყენებული ჩვენს მთავრობა არა ესეთი შტაბეჭდება მშვიდობა ასეთ მე არ ფიქრება ეს შტაბეჭდება იქნება მართლა ისე მართლა ესეა სხვა წვიმის მუსიკოსებს რო გითხოთ თუმცა მე ესე ავწვი სხვა წვიმის მუსიკოსებს რო გითხოთ აი პირად ლაპარაკში პირიქით არის ლაპარაკი რომ ამდენი გავაკეთეთ და რა ჩვენ მე ვთვლი რომ ჯერ ესეთი თუ ვინმე რამე გავაკეთეთ არა იმიტომ რომ მე დაგვიფასდეს ეგ ერთი მაგრამ თუ აკეთებ რაღაცას ეხლა არასწორი შეფასება ამეთ მაგის მამინდა არა როგორ უნდა იყოს ნანა ეს კატეგორიება დაყოფა არ შეიძლება ეხლა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ დაუშვათ ვისაც როგორ შეეძლო ისე დაუდგა ამ მთავრობას გვერდში და პრინციპში ეხლა შეიძლება ეხლა ეს სათქმელად უბრალოდ ამ მთავრობას გვერდში დადგომა არ დაუდგა მთავრობას აბსოლუტურად შენი თავის გვერდში დგომა არის შენი მოვალეობა არის არავინ არ გეხვეწება დაუშვათ გინდა თუ არა შენ გამოდი და ისა რაღაცა იმღერე ეს არის შენი მოვალეობა შენი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ადამიანი თუ გინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრო და რაღაცა ხარ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე მაშინ შენი პოზიცია როგორც გინდა ისე გამოხატე თორე არავინ არ გეხვეწება გინდა თუ არა გამოდი და
აუცილებლად დადექი და იმღერე იქ. არავის არ უთხოვე არავის, ყველა წავიდა თავის. უფრო მნიშვნელოვანი აი იმ პრინციპებზეა საუბარი, რომელიც ყველას გვაწუხებს, არა მარტო აქვს რომებს, არამედ საზოგადოოდ ყველას და ალბათ ჩვენ მომავალსაც აწუხებს. რა პრინციპი უნდა აეწყოს იგივე სახელმწიფოს და სახელმწიფოს ურთიერთობის ხელოვნებასთან ურთიერთობისას რა პრინციპი უნდა აეწყოს? როგორი პრინციპით უნდა მიმდინარეობდეს მათ შორის ურთიერთობა, ხო? ეს ერთჯერადი დაფინანსებები მე რომ ვკითხოთ, არის აბსოლუტურად გაუგებარი, აბსოლუტურად გადაცემის რეკლამის დროა და საუბარს უსაფუძვლოა რა, უბრალოდ. არაფრის მომცემი არ არის. ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი ჩვენი დღევანდელი თემაა კრიზისი შოუ-ბიზნესში და განვაგრძოთ საუბარი. აქ რესარეკლამო პაუზის დროს მაშინ იყო არ მაცლია, მაგრამ მინდა რა ეს თქვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ახალსაც უთხარ 450.000 თუ არ ვწები დაახლოებით, ნუ რამდენიმე ასეული 1000 საახალწლო შოუში დახარჯული, რომელიც სად წავიდა და რა შოუ იყო დღეს ქართველ ან თბილისლებს საერთოდ არ ახსოვთ. იმიტომ რომ ეს იყო რაღაც საშინელება, მე როგორც მე უბრალოდ არ გავსულ ვარ. იგივე მსგავსი შოუები ტარდებოდა უკეთესი ქართველებისთვის და იმ მაყურებლისთვის, ვინც იქ მიდიოდა, ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ და მე ვფიქრობ, რომ იგივე მერიას ეს თანხა, რომ მე არ ვამბობ, რომ ის დააფინანსონ შოუ-ბიზნესი, მეც ვთვლი, რომ არ უნდა დააფინანსონ. უბრალოდ რაღაც გარკვეულწილად ხელი შეუწყონ და თუნდაც გამოიყენონ ცუდი სიტყვა, მაგრამ გამოიყენონ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს საჭიროა და ხალხსაც ეს სიამოვნება. დაეფინანსებიდან ანუ მოეწვიათ ქართველი მომღერლები და არა ინგლისელი კლოუნები, უკაცრავად ამჭყა. უფრო მეტი მაყურებელი და ჭიაბერაშვილიც და ქართული მერი თბილისის მერიაც უფრო მეტ სიმპათიებს დაიმსახურებდა. თქვენი აზრი უნდა იყოს თუ არა მსგავსი რაღაც შემდგომში. თუ შეიძლება მე დავიწყებ. მე მან აბსოლუტურად სხვა აზრი დამებადა მაშინ, როგორც კი გავიგე, რომ კონცერტები არა გვაქვს. ეს რა ვიცი, შეიძლება თანხებთანაც იყო ვიღაცამ ჩაიდო თუ რაღაც, არ ვიცი, მაგრამ მე ცოტა სხვა რაღაცა მომივიდა თავში. ეს გაკეთდა მე მგონი იმიტომ, რომ ჩვენ ყველა მომღერალი წავსულიყავით ვინ ზესტაფონი, ვინ ქუთაისი, ვინ ბათუმი, ვინ რაღაც ჭიათურა თუ რაღაც, რომ აი ჩვენ როგორ ვიყვარხარ თქვენ რაიონის ხალხო, თავრობიდან იყო ეს. რომ აი ქართველები მომღერლები თბილისიდან ჩამოვიყვანეთ თქვენ და შეხვდნენ ახალწელს და არა ქალაქში. იძულებულები გაგვხადეს. რომ წავსულიყავით. მე აი ესეთი შტაბეშლება დამჭა. არა, მე ვამბობ პასუხი გავეცი, ცუდი არ არის არაფერი, მაგრამ ესეთი, იცი, გავიკეთეს შეგნებულად, რომ წავსულიყავით. მე პირადად შევხვდი. მე პირადად რაიონში წასვლა თქვენთვის. კი, საკმაოდ, მე პირადად ქუთაისში შევხვდი ღიაცის ქვეშ ახალწელს, შემიძლია თანხაც დაგისახელოთ, რაც ავიღე 5 სიმღერაში $2000 ავიღე, შევა მეტი არაფერი ისიც. რა მოგვეხსენებათ ღიაცის ქვეშ როგორი კონცერტები ტარდება, ხო? მე ესეთი შტაბეშლება დამჭა, რომ ეს ხო ხელოვნურად შექმნილი. მაგრამ ნუ კი, ясნია, ვიღაცამ კარგად მოიწო კიდე ხელი, მაგრამ აი ეს იყო მე მგონი ძირითადი მიზეზი, რომ ხო, აი თბილისელები თბილისში კი არ არიან, აი თქვენთან არიან, ხო ხედავთ? აი რაღაც მე ესეთი აზრი გამოვიდა. და თემურ ჩავერევი აქო თუ შეიძლება თქვათ ესეთი ფანდი რომ არ დაჭირებოდა მთავრობას და თქვათ რომ თქვათ და ბრძანება გაეცათ რა არ გააკეთებდით რა უხდებით და მიბრძანონ ვერ გავიგე. არა ნუ მთავრობას რომ ეთქვა თქვენთვის უნდა წახვედეთ რა ფანდი რაში დაჭირდებოდა თქვათ შეიძლება უბრალოდ რაღაც შეცდომა არჩევნების დროს ან ჩვენ ისეთ დირკებში ვართ მაპატიეთ გამოსული რომ დღეს შეიძლება ბევრი გუბერნატორები არიან და რაღაცები ისინი თბილად იჭნენ მაშინას და ჩვენ ძალიან ცუდად გილებში ვართ გამოსული არჩევნების დროს არა ხო ესეა ისე რომ წავსულა და ბრძანება მე მაგალითად არავის ბრძანებას არ ვიცი. ანუ თქვენ ფიქრობთ ახლა მთავრობა დაჟდა და ეს იფიქრა რომ ესეთი ფანდი გავაკეთოთ იმიტომ რომ წავიდე. ესე მგონია არის შეიძლება სიცოცხლეზე სამოდა შეიძლება ისეა როგორც თქვენ ამბობთ რომ ვიღაცამ ფული გააკეთა არის მაგრამ მე საერთოდ არაფერი არ მგონია დავიწყოთ. თეო რაღაც მე მგონი კაი ფანდი გამოდის 5 სიმღერაში $2000 კაი. არა შვილი მაგრამ თბილისში მე ცოტა მეც გავაკეთე. $2000 მე ახალწლის გამო საერთოდ არ გამიგეთები ცოტა მეც ვაკეთებდი ხოლმე ყოველწელს. ეს ფანტია თუ რაღაც არის, ცოტათი მეც ვაკეთებდი, არ ვიცი ხა, თქვენ რამდენს იგებთ ახალწლის გამო და მედადა ფანდი თუ არის, კაი ფანდია. იცი, ყოველი შემთხვევაში ხა მე არანაირი აზრი არ მაქვს, იმიტომ რომ თვითონ ფაქტი რაც იყო ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ
როცა ახალი წლის კონცერტები ტარდებოდა ხოლმე ჩვენ ერთი თვით ადრე მინიმუმ ამბობ ერთი თვით ადრე ჩვენ უკვე ვიცოდით სად უნდა გამოსულიყავით როგორ და ასე შემდეგ მაგრამ ბოლო დღემდე ველოდები მე არ დავმალავ იმიტომ რომ ფაქტობრივად არანაირი შემოთავაზება არ იყო შეიძლება ისიც თქვა რომ ითვლება რომ მე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი ჰონორარი მაქვს და ვითხოვ და მე ამას არ უარყოფ მაგრამ ნატყობა დაინტერესებაც არ იყო და ძირითადად ამ ყველაფერს ისიც რომ ჩემს საქმიანობას რაც შეეხება ფულთან ურთიერთობას ესე უხეშად რო ვთქვა ეს ყველაფერს მამული ჩააგვარებს ამიტომ 22 დეკემბერს მე წავედი მოსკოვში და 4 იანვრამდე არ ჩამოსვლა ასე რომ რა იყო როგორ იყო ვერაფერს ვერ გეტყვი და მე ვიცი რომ ჩამოვიდი და მითხრეს ეს იყო ძალიან ცუდი და მე ერთი კითხვა მექნება სამივესთან ეს კონცერტი რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს ხო საახალწლო ღამე კეთდება 1 ან 2 ხო თქო ღიაცის ქუჩაში აი დანარჩენი თქვენი შემოსავლის მომღერლების ეს იყო რესტორნები და აი რესტორნებში რო კონცერტები არ გაკეთდა მთავრობა რა შუაში ეს ვერ გავარკვი აი რატო ანუ საერთოდ სიტუაცია არის რაღაც არასახარბია რაღაცა ვერ დაალაგეთ მე მგონი რა შუაში აქვს მთავრობა ანუ შემოსავალი რომ ვერ აიღეს სიტუაცია არის მე გეტყვი ხარასიო მოდი მაშინ ცოტა შორიდან დავიწყოთ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ იმისთვის რომ მოსულიყავით აქამდე იმიტომ რომ ჯერ იყო დაუშვათ საკონცერტო დარბაზებში საღამოები მე გადაინაცვლა ამან ჭამასმით და ასე შემდეგ პორმარილებით კონცერტებმა მე ყველა ვისაც არეწარებოდა ყველა ამ კონცერტების კეთება დაიწყო მე მოისპო ეს სიტუაცია მე ისევ გადმოვიდა საკონცერტო დარბაზებში და ასე შემდეგ მაგრამ თუ გახსოვს დაახლოებით ესეთ საღამოებზე იგივე ბერიკონში იქნებოდა თუ არაქსში იქნებოდა და როგორ მეზიზღება კიდე არ იცით ესეთ დარბაზებში საერთოდ სიმღერა მინიმალური თანხა იყო $100 ხო ნუ ეს არის შემოსავლიანი არა მინიმუმ მე გეუბნები ბილეთი და $100 იყო თემოესე $100 დარბაზები ივსებოდა ნუ ახლა დღეს მოვიდა ისეთი დრო რომ ნახევარი ციხეშია ნახევარი გაქცეულია და ვისაც ფული აქვს ის ფულს ვერ გაყვაშეს ვერაზის შესაბამისად რა თქმა უნდა ახლა ამ სიტუაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ჩვენ სფეროს იმიტომ რომ დაუშვათ არ კეთდება ესეთი კონცერტი მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ იმითი რომ კონცერტები ჭამასმით აღარ მიდის იმიტომ რომ მართლა ეს არის ამაზრზენი შენ რომ ბოლომდე იხარჯები გამოდიხარ კანიდან და ვიღაცას ის რა ქვია კიტრი აქვს და ბარკალი აქვს და ასე შემდეგ და ეს ძალიან შეურაცხყოფელია ჩვენთვის მაგრამ ნუ სიტუაციის გამო ეს იყო ჩვენი შემოსავალი და ამიტომ ჩვენ არავინ არ გვეკითხებოდა ეს მოუწონდა თუ არ მოუწონდა უნდა მემღერა დაგებადებათ კითხვა რომ რატომ მიდიოდი თუ არ უნდა მემღერა სხვა გზა არ მქონდა იმიტომ რომ ეს ჩემი შემოსავალი მაგრამ დღეს ის კონცერტებიც აღარ ტარდება რასაც ქვია დარბაზის კონცერტი ეხლა მე მინდა რომ დავუშვათ გავაკეთო შემოდგომაზე კონცერტი მაგრამ იცი რა არის ეხლა მე უბრალოდ საერთო პრობლემაზე ვსაუბრობ ჩვენ თორე ეხლა ხატია შენც და აქ ვინც ხეთხართ უმრავლესობა მიცით რომ მე არასდროს არ ვჭერდები ხან სტუდიაში ვარ ხან საზღვარგარეთ ვარ ისრაელი იქნება რუსეთი იქნება ავსტრია იქნება ამ მნიშვნელობა რა ღმერთის წყალობით კიდევ კარგი რომ მე ეს გზა გავიკვლირო დღეს შიმშილით არ მოვხვდე იმიტომ რომ ეს არის ჩემი ძირითადი შემოსავალი ანუ მე ვფიქრობ ჩემი აზრი ესეთია მე ყოველთვის ჩემი თავის იმედი მქონდა მაგრამ სიტუაცია უბრალოდ ისეთი საქართველოში შეეხოს გარკვეულწილად შოუ-ბიზნესს შეიძლება რამოდენიმე დადის რა მარკეტინგი და ვიღაცა აქვს კონცერტი მაგრამ განეწყენებულია მთავრობა ყველას ხო არ აქვს რა ეს კონცერტები და ხო არ აქვს გასტროლებია ხო რამოდენიმე თითოეულ შემოსავლელი მომღერალია ვინც გადის და არის გარდა თბილისისა სხვაგანაც აქვს კონცერტები ხო ხა დარჩება რა ერთი სიმღერის ჩაწერა დაახლოებით ისით რა ღირს არ მე ძალიან ცუდი ტენდენცია წამოვიდა რა კიდე თვითონ ეს ცოცხალი ახლა ვახო მაქციან და ძალიან გავნაწყლდი სხვა შორის ცოცხალი შემსრულებლები გამოვდიოდით იმ კონცერტებზე მე არ ვთქვი რომ მე მღერი ვარ ფონოგრამაზე მე ეგრე არ მიხსენებ ეგრე თქვი აბსოლუტურად არა კონცერტებზე არ მიხსენებ მე ცოცხალი შემსრულებელი არა მე ხა ჯგუფს ვერ იმას ვიზავ რა ქვია ვერ არ შეიძლება გავიკეთებ მაგითო რომ კონცერტები არ შეიძლება
მე ვთქვი რომ იყო მეთქი აი ხა კავკასიური თანამედროვე მუსიკის ფესტივალი სადაც ცოცხალი შემსრულებლები გამოვიდნენ მე რო დავიწყე ცოცხალი ინსტრუმენტი სიმღერა იყო არა ცოცხალი შემსრულებლები მეთქი ახლა რა საწყი რა იქ გამოვედით ესენი მეთქი და ახლა არა მე გეტყვი ხა რა შეასრულა იყო მე კარგი მაგაზე მე ვიცავობთ მაშინ რატომ თქვა ეს თემა ლაშა გაგუნია ჟურნალი ანაბეჭდი უბრალოდ ძალიან შოუ ბიზნესთან დაკავშირებით ერთი ჩემი შეხედულება მაქვს რომელიც აუცილებლად მინდა გაგამდოთ პირველ რიგში მე როგორც თქვა ჟურნალისტი როგორც თქვა იმ სფეროში რომელშიც მე მოღვაწეობ ძალიან მაინტერესებს ყოველთვის ახალი სახეები რასაც აი ამ ბოლო წლების განმავლობაში მე ვერ ხედავდი თუნდაც იმ სფეროში რომელშიც მე ვწერდი ეს არ ვიცი ისი ბრალი იყო უბრალოდ ძირითადად სცენაზე სულ ძირითადად ტელევიზორში სცენაზე თქვენ იყავით მე რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ არ ვიყო თქვენი სცენა უდიდეს პატივცემთ მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის აი ახალი შემსრულებლები თუნდაც აი ჯგუფები ასე შემდეგ რომლებსაც არ ქონდათ თუ არ იყო საშუალება რომ გამოჩენილიყვენ და დღეს პრინციპში ორივენი და იგივე სიტუაციაში აღმოჩნდით იმიტომ რომ არც იმათი კონცერტები არ იმართება არც თქვენი კონცერტები არ იმართება და მე აქ უბრალოდ გამახსენდა თან კიდე ახლა აი ირაკლი ჩარკვიანი მეფემ რო ბრძანა რომ ინგლისშიო მთელი ბიუჯეტის შემოსავალიო არისო ნახევარი ხო და მე მაინტერესებს ერთი რაღაცა აი რამდენად შემოსავლიანი იყო თქვა სახელმწიფოსთვის აი ეს კონცერტები საქართველოში რადგანაც ინგლისური მუსიკა ასე თუ ისე არის მაინც მთელი მსოფლიო უსმენს და ნუ ახლა ქართული მუსიკის თქვა არეალი ჯერჯერობით უფრო ვიწრო არის და მე მაინტერესებს უბრალოდ რამდენი თუ შედიოდა ბიუჯეტში ესეთი თანხები გასაგებია კითხვა ანუ ბიუჯეტში არ მგონი აქედან ვინმე გაქცეს ეგ პასუხი იმიტომ რომ არავინ არ ვიცით ბიუჯეტში რა შედიოდა და რა გამოდიოდა ეს მე მგონი ცოტა სხვა მისამართით არის კითხვა მე უბრალოდ ისე ვიმდა დაუბრუნდე ძირითად თემას რა არის თუთა აი ეს პრობლემები კიდე ერთხელ აი ჩემთვის პრობლემა არის ხო ისა რომ ახალ სახეებს ვერ ვხედავ მე ანუ ახალ ჯგუფებს ვერ ვხედავ ანუ ისე ვთქვათ შეხვდება ვინმე ნაცნობი მუსიკოსი და რაღაც კლავი იატა ქვეშეთში ვართ რაღაც რატო ვერ ხედავ ეს იცით ლაშა რატო ხდება გეტყვით რა და რომ ჩვენი პროფესია წეგან სანამ თქვენ კითხვას დასვამდით აი გამდე საუბრობდი იმაზე რომ იცით რომ საკმაოდ სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული და თუ მართლა აი თავგადადებულად არ გიყვარს ეს საქმე მაშინ აზრი არ აქვს ამ საქმის ხელის მოკიდებას იმიტომ რომ მინიმალური თანხა რაც ყველაზე ცოტა $1500 ჯდება ერთი სიმღერის ჩაწერა. მე ამას სტუდიურ ნამუშევარს გეუბნები და თუ გინდა რომ შენი ჯგუფი მოიყვანო და იქ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს გაცილებით უფრო ძვირი ღირს როცა ცოცხალი ადამიანი ასრულებს ამას, ხო? და თუ შენ რეალიზაცია არ გაუკეთე იმას რაც შენ ჩაწერე, ხო, ნუ თავისთავად იწყებ უკვე ყდომას, ხო? რომ მაშინ უნდა გაიტანო ეს ალბომი, კარგი პიარი უნდა გააკეთო, უნდა გაიყიდოს. ჩვენთან დიდი ბაზარი არ არის. წერია ხო ძალიან უჭირს. ამოწურე შენი თავი და დამთავრდა. შენ საიდან უნდა მიიღო ის თანხა, ხო? და ამიტომ ხშირ შემთხვევაში აი ყოფილა დაუშვათ ახალგაზრდა მშობლები მოსულან და იცით რა, იქნება ნახოთ ჩემი შვილი მღერის მოусმინოთ. მე ვეუბნები რომ იცით რა, მე შემიძლია გაგიშვათ პედაგოგთან მოусმინოთ და ის გეტყვით ღირს თუ არა ამ ბავშვის პროფესიად გადაიქცეს მომღერლობა, და რომ გთხოვთ ტყუილად ამაში თანხას ნუ დახარჯავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა დაუშვათ ვისაც ჩვენთან სპირიტით ხდება ხოლმე ნიჭერბავ შესაძლებლობა არ აქვს, უნიჭოს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ახლა ბევრმა კლიპიც გადაიღო, ფულიც გადაიხადეს, ატრიალეს სხვადასხვა მუსიკალურ არხებზე ასე შემდეგ. მე იმათაც მოგეზრდათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული ღირს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი. ძვირი სიამოვნება. ესე რა შორს. ამიტომ თქვენ ახალ სახებს ესე ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად შენ კითხვაზე მოხს პასუხი. ერთი იმას მაინტერესებს სამთავრობო. უბრალოდ აქ იყო რაღაც სახელმწიფოს და შოუ ბიზნესთან თქვენთან დამოკიდებულებაში საუბარი და უბრალოდ მაშინ მოდი ერთი რამ მაინტერესებს, აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სამთავეს, როგორ შეიძლება იყოს თქვათ თქვენი ურთიერთობა თქვათ სახელმწიფოსთან. მოკლედ რო ჩამოაყალიბოთ თქვათ. აი როგორი უნდა იყოს, არ არის თქვათ რაღაც ისა რომ აუცილებლად უნდა დააფინანსო. აი როგორი ხო, გეტყვით, კი ბატონო, აი მოკლედ გეტყვით რა. მე ძალიან
წინს რომ ისე აღარ არის, როგორც ადრე ხდებოდა იმ თავრობასთან, როცა რაღაც საქმე მქონდა ელემენტარული, რომ დავრეკავდი მდივანთან და ვიტყოდი, რომ თემურ თათარაშვილი ვარ, ლუბოვი მასთან შევდიოდი. ყველასთან. დღეს ვისთანაც არ უნდა დავრეკო, რაღაც ელემენტარულ საქმეს და მდივანს ვთქვა თემურთან, არ ვიცით ვინ დანებით. აი ელემენტარულ შეიძლება ესე კითხვა გაქცე და აი მე არც მაგათი ფული მით, არც მაგათ კონცერტის დაფინანსება ელემენტარულად, როგორც იცით პატივი გცენ. აი მე პირად ჩემი აზრია, ყველა შეიძლება სხვა აზრი ქონდეს. პატივი გცენ და როგორც ადრე გცებდნენ ყველა პატივს, აი ზურა ჟვანია როგორც იყო, ხო ჩვენს მიმართ. აი ესე იყო, მეტი არაფერი არ გვინდა მაგათი მართლა. კონკრეტულად სისტემაზე მქონდა მაშინ საუბარი. აი რა ვიცი, სისტემა მე ვერ გაქცევთ მაგაზე პასუხს, თვალის მოუბრალ მაგაზე გაქცევთ ვახობ, იმიტომ რომ ხო. ეს მუშაობს მაგ სისტემაში, მე ვარ მოკლედ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე არ მუშაობ მაგ სისტემაში, მაგრამ ამაზე ჩემი აზრი მაქვს. მაქვს. ძალიან გავხარ ადამიანს, ვინც ამ სისტემაში მუშაობს. იცით რა არის ელემენტარულად მე ერთ რაღაცას ვიტყვით ლაშა იცით რა არის ახლა ერთი წუთი კონკრეტულად მე ვერ ჩამოგიყალიბებთ ახლა ნამდვილად დაუშვით ანუ ვერ უნდა ლაპარაკობდეს ჩვენი ურთიერთობა სახელმწიფოსთან იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არსებობს ეს სისტემა რეალობაში დაუშვათ მე როგორ ვურთიერთებ და ასე გასაგებია თემურს თავისი გულიწყვეტ აქვს დაუშვათ იგივე რომელიმე მინისტრთან მისაღებში დარეკავს და საერთოდ ვერ ცნობს მე ამას ჩემ თავზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ დამირეკავს არასდროს მინისტრის მისაღებში, მაგრამ თუ დამირეკავს ყოველთვის დიდი პატივისცემი. მაგრამ იცით რა არის? მე ერთ რაღაცას გეტყვით, უბრალოდ რა არის იცით რომ ფაქტიურად ეს ყველაფერი მოდით ძალიან შორს ვარ წავიდე, ეს გაღიზიანება გამოიწვია ახალი წლის კონცერტმა. და ამას არავინ არ უარყოფს და მინდა რომ დავკონკრეტდე, იმიტომ რომ იმ ახალი წლის ღამეს როცა ჩვენ ესე უქმად აღმოჩნდით, ამან ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენა, იცით? და შეიძლება ეს ჩვენში იმდენად არის უკვე რაღაცნაირად ჩახვეული, რომ ჩვენ ამ რაღაცას ვერ პატიობთ და პრინციპში ეს მართალი დამოკიდებულებაც არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს ერთხელ გაუშვით ამის შანსი და ეს ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, შეიძლება მომავალ წელსაც ესე მოხდეს. და ეს ჩვეულებრივი ტრადიციად იქცეს და საერთოდ აღარავის აღარ დაინტერესოს ჩვენი არსებობა. ის კი არა რომ ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი შემოქმედებით. გასაგებია. ვახო ხო არ დაამატებთ რა? ლაშას შეკითხვასთან დაკავშირებით. ანუ ჩემი აზრი გამოვხატო, ხო? მე ვთვლი ასე რომ ჩემი და სახელმწიფოს ურთიერთობა, ანუ ჩვენი როგორც სოფტიჯექტის და სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა იყოს შემდეგ საფუძვლებზე დაფუძნებული. სახელმწიფო უნდა შემიქმნას მე საკანონმდებლო ბაზა გასწორებული, აბსოლუტურად სუფთა, სწორი, უნდა შემიქმნას ფონი, საერთო ფონი იმისთვის, რომ დენი მქონდეს, რეპეტიციის საშუალება მქონდეს, ოღონდ დენის ხრივ და არა იმით, რომ სარეპეტიციო ოთახი მომწეს. მაგე არა მუსიკოსაც. სახელმწიფო უნდა შემიქმნას იმის საშუალება, რომ ჩემ ლაპარაკობ ჩემას რა უკაცრავად მაგრამ ერთი წუთი რა ერთი მაგრამ დაამთავრე ვიქონიოთ ერთმანეთის ოდნავი პატივისცემა ვიქონიოთ ერთმანეთის აზრი დავამთავრებინოთ იმიტომ რომ თქვენ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ან ნებისმიერ ჩვენგანის გოგვეთ საშუალება აზრი დავამთავროთ რა ძალიან გთხოვთ შეიძლება გზელი იყოს მაგრამ მომწონს ეს აზრი დამთავრების საშუალება აი ამ თვალსაზრისით მე უნდა სახელმწიფო უნდა შექმნას ქვეყანა, სადაც მუსიკოს თუ იგივე თქვენას გავიმეორებ, ნებისმიერ მოქალაქეს ნორმალურად ცხოვრების საშუალება შეიძლება. და მე უნდა სახელმწიფოსთან მქონდეს, ჩემი ურთიერთობაც უნდა იყოს სახელმწიფოს პირიქით. მე უნდა შემოსავლებიდან უნდა ვიხდიდე რაღაცა სახელმწიფო. ოღონდ ესეც დარეგულირებული უნდა იყოს. მე რომ დისკს გავყიდე, უნდა ვიხდიდე იმ ფულს. მაგრამ ესეც დარეგულირებული უნდა იყოს. უნდა საავტორო უფლებების დაცვის უფლება უნდა მქონდეს ამის საშუალება, ჩემი საავტორო უფლებები დაიცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ანბანი. ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფოს ნორმალური სახელმწიფო უნდა აშენდეს, გაკეთდეს და ამის შემდეგ ეს ურთიერთობები დარეგულირდება და არანაირად მე არც უნდა დამაფინანსოს კონცერტისთვის, არც უნდა სარეპეტიციო არ უნდა მომწეს, არც უნდა შემიქმნას იმის პირობა, რომ მე დარბაზს გავავსებ თუ არ დაგავავსებ მე თუ დარბაზს ვერ ვავსებ და ვალში ვარდებ, ეს ჩემი ბრალია, ჩემი პრობლემაა. ნებისმიერ ჩვენგანის. ჩვენ თუ ვერ ვავსებთ დარბაზს, ჩვენთან მსმენელი თუ არ მოდის, ეს იგი ჩემშია რაღაც პრობლემა, ხო? და არა იმაში, რომ მე მესმის რაზეც ამბობ. თქვენ რომ ძვირია, აპარატურა ძვირია. არ არსებობს კარგი მენეჯმენტის
დროს საქართველოში შეიძლება ამის გაკეთება. ნინო ქათამაძის კარგი პროდიუსერი ყავს და მენეჯერი ყავს, რა ქვია, ნადრიკა, ხო? კარგია რა, საქართველოში დატარებინებს კონცერტებს დაყავს უცხოეთშიც და ხოშიანად არიან. მომგებიანებიც არიან და ასევე პრობლემა ყველას აქვს. როგორ პრობლემა ყველას აქვს, მაგრამ ასეთი გასაგებია. მე ძალიან მიმძიმს რომ გაგაწყვეტინოთ ასეთი საინტერესო საუბარი, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ჩვენს ეთერში რეკლამის დრო, ასე რომ დავბრუნებით რეკლამაში. გრძელდება თოქ-შოუ პრეს-პრესი, ჩვენი დღევანდელი თემაა კრიზისი შოუ-ბიზნესში და განვახცეთ შეწყვეტილი საუბარი, თუმცა საუბარი არ შეწყვეტილა რეკლამის დროს აქ ისე მიმდინარეობდა ცხარე კამათი. მოგესალმებით, თემოკვირკველია რადიო ფორტუნა ჟურნალი ანა ბეჭდი. რა თქმა უნდა, ეხლა კარგია ნებისმიერი სფეროსთვის, მით უმეტეს კულტურისთვის, თუ სახელმწიფო მეტ ინვესტიციას გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანად, რაღაც ერთი მიმართულებით არ უნდა მიდიოდეს ეს თანხები. მე ყოველთვის მქონდა ესეთი აზრი შოუ-ბიზნესზე, ქართულ შოუ-ბიზნესზე, რომ აი აქ არის ცოტა უკუღმართი მოდელი არსებობს რა ჩვენ ქვეყანაში, რომ სცენაზე არის და თქვა კლიპებს იღებს ის და რაღაცას აკეთებს, ვისაც ასე თუ ისე ფული აქვს, ან შეუძლია მოიპოვოს. იგივე თქვა დათო კიტაშვილთო ყველას არ შეეძლო რომ შესულიყო და ეს აიღო შეეძლო ეს ფული მოიპოვებინა. სხვა თქვა თქვენ ნიჭს პატივისცემ და თქვენ მოღვაწეობას, მაგრამ თქვა სხვაც იყო, მაგრამ არ შეეძლო ეს. დავამთავრებ. ზოგადად არანაირი კავშირი არ აქვს. არა, ვამბობ ძირითად მოდელზე და არა გამონაკლისებზე და საერთოდ როგორც თუ ეს სიტყვა შოუ-ბიზნესია და ბიზნესი არის, უნდა ამართლებდეს თავის არს, იმიტომ რომ აქ არ ხდება ისე რომ ჯიბე გამოხმაყილი, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი, თქვა როგორც ხდება ამერიკაში, ინგლისში. გახდეს ვიღაცა და იშოვოს ფული. ეს სამარცხვინო არის, რომ შოუ-ბიზნესში ვიღაცამ ფული იშოვოს თავისი ნიჭით. და ასეც უნდა იყოს და დღეს მოხდა ის, რომ თქვათ აღარც ძველი თაობა და ეს პრივილეგირებული ფენა სარგებლობს ამ დახმარებებით, ესე დავარქვა და აღარც სხვა ის უნიჭო. გათანასწორება მოხდა რა. ეს შეიძლება ცუდია, შეიძლება კარგი, შეიძლება სულ დაიქცეს და დავაკარგოთ შოუ-ბიზნესი, შეიძლება პირიქით აი ეს გადარჩევი, ბუნებრივი გადარჩევით ვიღაცა მართლა ნიჭიერები უფრო წამოვიდნენ ახლები რა. კითხვა რა შემდგომარეობს? არა, ჩემი აზრია მე ქართულ შოუ-ბიზნესს. მე მგონი იცი რა არის, მაგრამ შენ აზრზე გეუბნები რა, ყოველთვის იქნება ლოგიკური, რომ ჯერ იყოს ნანი ბრეგვაძე, თქვათ, და მერე ვიყოთ ჩვენ, ხო? ეხლა შეთქვი რომ ყველაო ძველიცო და ახალიცო ერთ იმაში იხარშებაო. ეგ იგივე პრობლემა არის ხა. მე მგონი უფრო მეტი დამსახურება უნდა გქონდეს მერაფსეფაშოს, ვიდრე აჩქო ნიჟარას. არა, მე ბძანა უკაცრავად რომ მართალი თქვა რა მე. არა, არ მართალი. ხო, ერთს ვიტყვი რომ კარგია რომ ქართული ფოლკლორი გვაქვს, მაგრამ ნუ კარგია რომ ვეფხვის წყალსანი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი მე-18 საუკუნეში ჩვენ თქვით და იმის მერე აღარებია აღარ. ნანი ბრეგოძე გასაგები. ხო. თქვენი უღალით გასაგები. მე ძალიან გაფასებ. მაგრამ რაღაცა ახალი გვინდა. ეს რაღაცა ახალი რომ შეიქმნას, ახალი თანასწორუფლებიანი პირობები გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ახალი იყოს, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება, როგორც ჩვენ ვიქნებით მათთვის სტიმული, მაგრამ არ არსებობს, იცით რა, ფიზიკურად ვახომ კარგი თქვა, ცოტა აბსურდულია, მაგრამ აი მართლა კარგი იქნება თუ ესე თანასწორობაში კი. უფლებებს და თანასწორად გავანაწილებთ ან თანხებს და ყველას მივცეთ ჩანს რომ რაღაცა ვნახოთ ვინ რას ამოვაქვს. კი კარგია, მაგრამ ცოტა ესეთი ფუტურისტული მოდელია რა მე მგონი. გასაგებია შენ თანხას მივცე, ვისაც გინდა თიმოს. არ ჯიბეს. შემდეგი კითხვა. შემდეგი მირაგლებს. კითხვები აღარ გაქვს ჟურნალისტებო? დაშვი. აქ რამდენჯერმე გაისმა ასეთი ფრაზა, ქართული შოუ-ბიზნესი მოკვდა, ქართული შოუ-ბიზნესი აღარავის ჭირდება. ცოტა არ იყოს, ცოტა უცნაურად მეჩვენება ეს მოსაზრება, იმიტომ რომ თუნდაც თუ გავიხსენებთ იმას, რომ ქართულ ტელებაზარზე არის ორი ტელეკომპანია, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესია ორიენტირებული, კიდევ ერთი იხსნება. ხო, ნუ 202 უკაცრავად 202 რამ დამავიწყა. კიდე ექსტაზი იხსნება, ნუ კიდე ერთს ქონდა ექსტაზ თემორცხილაძე ხსნის, ასეთივე ის იქნება, ფორმატის არხი იქნება, იყო კიდე ერთი არხი, რომელიც აღარ არის. კიდე ვიღაც. ხო. მე ამ თემის გავრცობა მეკრძალება ჩემონანა. ცოტა უხერხული ხომ არ არის ამ თემაზე ლაპარაკი, როდესაც აი ესეთი ბიზნესი არსებობს, პრაქტიკულად ბიზნესი შედგა. სხვათა შორის ეხლა მე მინდა რომ დაგეთანხმოთ თქვენ ამაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად რომ არ არსებობდეს აი ეს მუსიკალური არხები და რადიო, ну ჩათვალეთ რომ ისეთი გარდაცვლილები იქნებოდით რომ ვერაფერი ვეღარ მოგვაბრუნებდა. ერთადერთი ხარ ის ხარჯზე ჩვენ კიდევ გავართ ფერზე, ეს არის
მუსიკალური და პრესა, რადიო. იმიტომ რომ ეხა ელემენტარულად ჩვენი შემოქმედება და ჩვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, არის საზრდო პრესის და ტელევიზიის და ასევე პირიქით, ხო? ჩვენ ერთმანეთით ცხოვრობთ და ცოცხლობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღესდღეობით ეს გვაცოცხლებს და მე იმედი მაქვს, რომ აი ალბათ ცოტა დათფება, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ზამთარი იყო, ესეთი კრიტიკული. ეხლა და იმიტომ არიან ჩაკეტილები. თემო ხალხს ცივა კი არა, ხალხს შია. ხალხი არა, ჩემო კარგი, ესე არ არის. ზაფხულს კიდე და სითბოს ცოტა სხვა რაღაცა მოაქვს, სხვა სტიმული. ხელზე რომ მოისხავს, თემოც შეჭამეთ. იქნება არის კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც დღეს შოუ-ბიზნესი, ქართული შოუ-ბიზნესი არის მკვდარი. იქნებ ის არც არასოდეს არ ყოფილა ცოცხალი, იქნებ ის იმთავითვე იყო მკვდარად შოუ-ბიზნესი. იქნებ მოხდა სულად სხვა რამე, იქნებ ქართულმა შოუ-ბიზნესმა უბრალოდ საკუთარი თავი ამოწურა. აი, შევხედოთ ერთ ელემენტალურ რაღაცას. საქართველოს ტელევიზიაში არის რამდენიმე იუმორისტული გადაცემა, სადაც დაწყებიდან ბოლომდე მთელი ეთერის განმავლობაში 90% არის შაყირი, მარტივად ვთქვათ, ქართულ შოუ-ბიზნესში. ეგრო არ ხონდათ, მაშინ ეს გადაცემებიც არ იქნებოდა. აი გაფიცება გაგიგე. ქართული შოუ-ბიზნესი არ მოვკვდარა. თქვენ მართლაც ეხლა ისეთი ქართული შოუ-ბიზნესი ამდენი ბოდიში არ მოვკვდარა, არის იუმორი არ არის შოუ-ბიზნესის ნაწილი. ავსებს დარბაზებს კვირების განმავლობაში. ბაზრობაზე გადით ხალხო ნახეთ მარშრუტებში რეებს უსმენ, ეს იყიდება, ამაზე ფულს აკეთებენ. არასწორი შეფასებები გაქვს ხალხო რა ხალხონ ლელაზე და ბატონ თემურზე ეს კითხვა მართლა არ ვცდილდება, თქვენ ხართ რაღაც ეპოქის შემქმნელები, გმირები ხართ ქართული შოუ-ბიზნესი, თქვენზე არ არის საუბარი. უბრალოდ თქვენს ვერ იმდენი ბალასტია, რომ ეს ყველაფერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქართული შოუ-ბიზნესი არის სასაცილო, დასაცინი, შაყირის თემა. ია სამწუხაროდ, მაგრამ მე მაინც უნდა იყოს. მე რომ მეკითხე მე თქვენი კოლეგები რომ რა აზრისვა მე თქვა აი მომღერალზე თუ ამაზე თუ აი ამ სტილზე მე რა უფრო მაგ ჯერ ვიმე შევაფასვან შევაკვან ვაწევო და მე ვთქვი უნდა იყოს ყველა ვარიანტში ისიც უნდა იყოს და ესეც უნდა იყოს მე არასოდეს არ დამავიწყდება ოსკარის ცერემონიალზე გამოდის ბარბარა სტრაიზანდი და გადასცეს პრიზი ნუ მომღერალს ვიღა რომელი გახსნა გახსნა ეს კოდოდი და ამოიღო ემინემია ეს გააკეთა და გავიდა. მისთვის ეს არის კატასტროფა, ხო? ის ემინემია ხო არსებობს, ხო არსებობს. რა თქმა უნდა იყოს ისიც უნდა იყოს და ისიც. მე არასოდეს არ მეთქვია რომ არ უნდა იყოს ან ის მიმდინარეობა, ან ის მომღერალი, ან მოსპედის მომღერალი შეიძლება გაგიგე შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ მე არ მოხდება რომ თქვა. თემო შენ ესეთი საქმეებით არც უნდა იყო დაკავებული, ისეთი მომღერალი ხარ ასე რომ დღეს კაი რაღაცა მითქვა მე შტაბეჭდება მიჩება რომ ჩვენ ცოტა თემას გადავუხვევთ და ეხლა ჟურნალისტებმა უფრო კონკრეტულად მაინტერესებს უბრალოდ შედგა თუ არა ქართული შოუ-ბიზნესი რა თქმა უნდა როგორ ახსენებია რასული იყო რომ შოუ-ბიზნესი არ შედგა შედგა იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში რადგან ჩვენ აი როგორც თქვენ რო არსებობთ ვის ხარჯზე არსებობთ ეს შემდგარია ხო? ხო, რა თქმა უნდა, ისიც რა მე თუ ამდენი კონცერტი მივეცე თემურმა მეცა ჩვენი ალბომი იყიდება. მე არ მაქვს საუბარი, ცით აი იმ ბალასტზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ და უშოთ რომელიც უნდა იყოს და უნდა იყოს ეს ცოტა ისეთი თემა, ისეთი იყვნენ დაუშვათ. მე მაქვს საუბარი ისევ და ისევ იმ კოლეგებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მოდიან და მართლა გმირობის ტოლფასია ის რომ ისინი დღემდე ესე დგანან და თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად მართლა არაჩვეულებრივად და ამიტომ ეს ყოველთვის არსებობს და დიდი ხანია არსებობს უბრალოდ რა ხდება იცით რომ აი დრო თავისებურად რაღაცნაირად იცით როგორ ხდება როგორ მინდა რომ თქვა რომ ვიღაცები სულ მოდიან და მოდიან ვიღაცები მოდიან და ქრებიან ჩდებიან და ქრებიან. ხო, ჩდებიან და ქრებიან, მაგრამ ვინც მართლა ღირსეულია, ის ადამიანები იდგნენ, დგანან და კიდევ დიდხანს იდგებიან ღმერთმა. იქნება ამ ბალასტის აყვავებაში თქვენს ხართ გარკვეულწილად დამნაშავე. გაუხსენოთ კომბინირებული კონცერტები, როდესაც სტარდება.
თქვა სპორტის სახლის ფასადზე გამოიკრება, ასე უხეშად თქვა, გეთანხმები, ასიკაცია, იწყება მერაბ სეფაშვილით და მთავრდება ვიღაცით, რაღაც სახელი და გვარით. ნამდვილად მართალი. აი, იქნებ თქვენს ხარ დამნაშავე, იქნებ თქვენ არ უნდა როგორ არა ვარ დამნაშავეები, რა სხვა. იყო პერიოდი ლელაბა დამეთანხმება, როცა ჩვენ თქვით, რომ არ გამოვალთ იმ კონცერტებზე, სადაც იქნებიან თქო ვიღაცები. მაგრამ ნუ ბოლოს ხო გახსოვს რა, რომ იყო ეგეთი პერიოდი, აი ჯერ ფილარმონიის კონცერტების პერიოდი იყო რა, არ იყო ჯერ რესტორნებზე გადასვლა. მაგრამ ნუ ისე მოხდა, რომ მაინც ბოლო კი ბატონო. ხო, მაგრამ ისეთ რა, მაინც ეს ყველაფერი გაისხელა და ყველაფერი შეიძლება თვითონ აი ეს სიტუაცია რაც ხდება, შეიძლება ეს სურამანაგაძის აქ ძალიან კაი შედარება მოყვანილი. აფიშაზე რაღაც წაიკითხა და ბუზები არიანო და რატო და მალე მოკვდებიან. ლიზა შემდეგ. ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი მე ვთვლი რომ ის სიტუაცია რომელშიც ახლა ესეთი საბავალო მდგომარეობაში რო არის შოუ ბიზნესი ორივე მხარეა დამნაშავე. ერთის მხრივ მუსიკოსები, იმიტომ რომ ნამდვილად იყო აღმავლობა, თუნდაც მაშინ როდესაც აი იქნებოდა ლელას და აჩიკოს დუეტი, ხო გახსოვს ის პერიოდი, ანუ 99 წელი, 2000 წელი. შეიქმნა ეს შოუ ბიზნესი, ხო, იყო უბრალოდ ესტრადა და მე შეიქმნა ეს შოუ ბიზნესი, ანუ სიმღერით იშოვა ხალხმა ფული, ხო ესეა. და უბრალოდ ხალხი დადიოდა კონცერტებზე და ეს უკვე შოუ ბიზნესია. მაგრამ შემდეგ მოხდა კრიზისი, მუსიკალური კრიზისი, აი მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ რაღაც თქვენ აღარ მოგვაწოდეთ სიახლე თქვენს შემოქმედებაში, მე ზოგადად ვამბობ თქვენ მუსიკოსებზე ვსაუბრობ საერთოდ. ახლები ვინც წამოვიდნენ, აი ვინ დავასახელოთ ბოლოს, აი ვინ შემოგთავაზა რაღაცა ორიგინალური. ნუ იყო პერიოდი, აი ლექსენი გამოჩნდა და რაღაც მართლაც და ახალი სიტყვა თქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სიახლეც აღარ იყო. და მართლაც და ვაპარაკობ ლაზო თემაზე მუშაობენ. აი ახლა არა, ლელა გეთანხმებით რომ ახლა რაღაც პროექტს ამზადებთ და ცდილობთ რაღაც სიახლე შექმნათ. მე რაც მომედი ჩემს სცენაზე, ამ სცენაზე მე იმის მერე სულ ცდილობ და სულ მუშაობ, ასე რომ მე ვფიქრობ მაგრამ გარკვეულწილად პუბლიკამაც დააკარგა თქვენს მიმართ ინტერესი. ანუ ეს არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ ნუ აი ესე მეჩვენება რომ რაღაც დაიკარგა ინტერესი, ანუ იმ ნაკრებ კონცერტებზეც ისე აღარ დადიოდა ხალხი როგორც ადრე, ხო? ივსებოდა სპორტის სასახლე და რაღაც პერიოდი ინტერესი ჩაქრა. მაგრამ ეს ერთი მხარე, მეორე მხარე ეს არის აი სახელმწიფო, უნდა დაეხმაროს თუ არა, თუ კი შოუ ბიზნესია, ესე იგი არ უნდა დაეხმაროს თითქოს, ხო, ერთის მხრივ. მაგრამ ნახეთ, ის ხომ სახელმწიფოა, ხო, უნდა ეხმარებოდეს თავის მოქალაქეებს, ხო? აქ იქმნება ჯაჭვური რეაქცია. ანუ მუსიკოსები თუ დღეში არიან და ესტრადა, ბუნებრივია გაჭირებულ დღეში ვარდება მუსიკალური ტელევიზია, მუსიკალური რადიო. შემდეგ გადავიდა ეს ჯაჭვური რეაქცია ჟურნალისტებზე, ჩვენ ჟურნალისტები ერთმანეთს ვეკითხებთ, ვიზე დავწეროთ, რა ხდება, ერთმანეთს ურეკებთ და ვეკითხებით, არაფერი არ ხდება, ხო? ანუ შეიქმნა უკვე რამხელა ნაწილი საზოგადოების, რომელიც ფაქტობრივად რჩება უმუშევარი, ხო? ეს უნდა აღელვებდეს თუ არა ჩვენს მთავრობას. ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ რა არის გამოსავალი? აი, როდესაც ვახო ამბობდა რაღაც თავის სტრატეგიაზე და რაღაც როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. გასაგებია, მაგრამ ნუ ეს ალბათ უფრო შორეულ მომავალში. ამჟამად რა შეუძლია გააკეთოს? იცით რა არის? ერთ-ერთმა ამერიკელმა პრეზიდენტმა თქვა ესეთი რამ, რომ ქვეყანა სადაც არ ვითარდება მშენებლობა და გართობის ინდუსტრია, ის არის მკვდარი. ანუ იქ არ არსებობს ეკონომიკა. ნუ მადლობა ღმერთს რომ ახლა ჩვენთან რაღაც შენდება, მაგრამ ეს გართობის ინდუსტრია აღარ არის. ანუ რახან ჩვენი ადამიანები არიან გაჭირებულ დღეში, აღარც კონცერტებზე იარო. აი, ზუსტად ამაზე, ლელა, ეხლა მინდა ჩემი კითხვა დაგისვათ. იყო საკლუბო ცხოვრება თბილისში, იყო აჭარა მუსიკ ჰოლი, სადაც ჩვენ სიამოვნებით დავდიოდით. ნუ რაღაც გარკვეული კრიტიკა რა თქმა უნდა ჰქონდათ მათი მისამართით, მაგრამ ჩამოყავდათ კარგი მუსიკოსები. ჩვენი მუსიკოსები აწყობდნენ იქ კონცერტებს, ხო იყო ესე? ანუ რაღაცა იხსნებოდა ახალი კლუბები, აი გდანშიც კი გაიხსნა საკლუბო ცხოვრება იყო. უცებ დაიხურა ყველაფერი. და ახალი არ შეიქმნა. გეტყვი რატო დაიხურა? მე მუშაობდი ორ კლუბში. მიმუშავე თვეების განმავლობაში, კვირაში 2 დღე ეს იყო ღამის კლუბი ჯოი და ეს იყო სეზონზე 16 რაუნდი. მე ჯერ ცარიელ დარბაზში არ მიმუშავია. ესეთი სიტუაცია იყო ხოლმე, რომ ხანდახან მაგიდებსაც გამნე ხოლმე, მაგრამ რა შეასაქმე იცი, რომ
ეთყობა ის შემოსავალი, რომელიც თვითონ ამ კლუბს შემოძე და მე არ მაქვს ხა 11 რაუნდზე საუბარი, იმიტომ რომ 11 რაუნდი ეს არის სეზონური კლუბი და ასე შემდეგ. უბრალოდ რა მოხდა, იცით, ეთყობა შემოსავლის წყარო, ну რა თქმა უნდა, ხა სამორინეს უფრო დიდი თანხა შემოუგდა, შესაბამისად შეიძლება ამიტომაც გადაკეთდა. ხო, მაგრამ საქმე რა შეიძლება დაუშვათ ჩემი კონცერტი იყო ისებოდა დარბაზი, მერევ სეფაშვილი იყო ისებოდა დარბაზი, თემურ თათარაშვილი იყო ისებოდა დარბაზი, მაგრამ აი რამდენი თვე შეიძლება ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს ვიმღერო მე, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს ვიმღეროს მერაბმა. ესეც დამღლელია, იმიტომ რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, უნდა იყოს ბევრი კლუბი. რატომაც საქართველოში არის ტენდენცია ყველა მერე უცებ იხსნება ბევრი ბენზინგასამართი, მერე უცებ ყველა სამორინე, ანუ მოდური ხდება რაღაცეები. ანუ აქ ლიზამ აღნიშნა რომ არა უშოთ, ეხლა ისე ძალიან დიდი გადასახადები დააკეთეს სამორინეებზე და ეხლა ისე ღამის ნელა მე ძალიან ბევრ ადამიანს ვისნობ, რომელსაც უნდა გაერთოს, უნდა სადმე წავიდეს. ნუ მესმის რომ ხო ფეხბურთი ყოველთვის ხო არ არის, არა? მაგრამ სად წავიდეს? ჩვენ რა ვქნათ? იგივე აი კონცერტები, რომელიც იმართება სპორტის სასახლეში, ყავს ჩვენ ისეთი მოსახლეობა, რომელსაც არ სურს სპორტის სასახლეში წასვლა, სურს რომ წავიდეს კლუბში, დააჯდეს და მოусმინოს. თქვენ ჩვენთან ეძებთ ამ პასუხს? არა, თქვენთან არა. ლიზას გული შემწკივა. მე ხო გული შემწკივა და მე ნამდვილად ამას მე მაინტერესებს არის თუ არა ვალდებული, მე არ ვიცი ამაზე ვახუგასცემს პასუხს თუ არა, არ ვიცი, ამბობს რომ არა ვარ ამ საკითხში კომპეტენტურიო, მაგრამ არის თუ არა ვალდებული სახელმწიფო ამ შემთხვევაში დაეხმაროს, აი ნახეთ რამდენი ადამიანი ჩამთო, რამდენი კომპანია და ასე შემდეგ, ხო? არის თუ არა, მე ვთვლი რომ კი, უკაცრავად და როდესაც შეიქმნა შუა უდაბნოში ლას-ვეგასი, ხო? რომელიც აყვავა იგივე სახელმწიფო, ხო? ეს რა არისო სახელმწიფო პროგრამა? ხალტუბოში კეთდება ხა და იქ. არა, უკაცრავად, თქვენ ხო არ გონიათ პროგრამა იყო, მაფიოზმა გააკეთა თავისი. უკაცრავად შემოსავალი ვისთან მოდიოდა? სახელმწიფოში, მაგრამ სახელმწიფო სწორედ მაგაზე ვლაპარაკობ. სახელმწიფო ებრძოდა ლას-ვეგას თუ ეხლაც არის უდიდესი შემოსავლის. ამერიკაში რო არ გაინტერესებს, შენ ბიჟანია ხოლმე შენი ლაპარაკი. როცა იზრდება, იმანაც რომ ბიუჯეტში ფული უნდა შეიტანოს. პასუხი თუ გაინტერესებს, სახელმწიფო ლას-ვეგასი ჩამოაყალიბა მაფიოზმა ტიპმა, სახელმწიფო იცი, მთელი საღამო ამას ვცდილობ, რომ რაღაცნაირად გასაგებად თქვა. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ის ბაზა, რის საფუძველზეც ლას-ვეგასი გაკეთდება და ღამის კლუბები, მაგას ვამბობ და არა კონცერტები აფინანსოს. ჩემი საზრით ეს არის და ეხლა სანამ შეიქმნა, საიდან შემოვა ფული ბიუჯეტში. განტევების ვაცი და სახელმწიფოს პასუხები გინდა ჩემგან მოისმინოთ, ვერ გაიგებ, დასაწყისშივე გითხარით, მე არა ვარ სახელმწიფო. ხო, ნუ გასაგები ის ადამიანი, რომელიც ამაზე პასუხი მე შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ. უკაცრავად, ლიზა, იქნებ თქვენ რადგან მეგობრობთ და იცით რომ ის ავად არის, გაბატონი ნატასთან. მაჩალზე, რადგან ავად არის, თქვენ უნდა რჩევა მიგეცათ მისთვის, რომ ჯობდა აქ მოსულიყო. თან როგორც ვიცი ის ავად არ არის, მოსულიყო აქ და თქვენთან ერთად, თქვენს ხარს გაგიმაგრებდათ, თქვენ იმას გავმაგრებთ. და არა ერთი სარგებლობთ იმით რომ გიჭირავს მიკროფონი, ასე რომ მე გამიმაგრებ და მიკროფონი გიმაგრია ჩვენგან განსხვავებით. ერთი წუთი. მოусმინეთ. ალბათ ნატას იმიტომ იცით რომ ავად არ არის. მე ვიცი რომ ავად არის. თქვენ იცით რომ არ არის. ესე იგი უკეთეს თქვენ უფრო ახლოს ხართ. ერთი დაამთავროს შეიძლება რა. მე არ შეგვიძლია ადამიანს ურჩიო ავად ყოფა. ახლა გადაცემაში და უკაცრავად და არაკომპეტენტური ის მიდის რა, საუბარი აბსოლუტურად. რა აი რატოს თქოთ ვახოს ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ მივხვდი. არა, მე მესმის ამ გადაცემის ფორმატი რა ეს ეგრეთ წოდებული. არა, ჩვენ დღეს საერთოდ არ ქონდა პრესზე საუბარი, აქ უნდა ყოფილიყო დისკუსია. აპატიეთ, მაგრამ პრესს გაბატონ ნატასთან ერთადაც რაც ძალიან ცუდია. თუ შეიძლება, დიდი თხოვნა მექნება ორივე მხარესთან, რომ რიგრიგობით ისაუბროთ, რადგან ეთერში არავის ხმა არის მის საბოლოოდ. არა, იგივე ხო აჩაროვის გადაცემა გამოხდა, როგზე იყო, გასულ სიცხული იყო, აი როგზე. იცით რა რატო იყო სიცხული, იგივე კაჩაროვა გადაცემის დასაწყისში თქვა, მე არა ვარო. გადაცემის დასაწყისშივე მან თქვა, მე ვთქვი. ლიზა, თუ შეიძლება ეს ეთერის შემდეგ გავარკვიოს და დღევანდელ თემას გავუბრუნდეთ. ვახო, თუ შეიძლება ლიზასთან ურთიერთობები ეთერის შემდეგ, ვახო. არა. სიმშვიდე შეინარჩუნეთ თუ შეიძლება და გაიგეთ, რომ რაღაც
თუ ერთზე იგივე სიმეორებს და რაღაც ცოტა კომპეტენტურად რა ხო. ჩვენთანაც არის ეს კითხვა, რა თქმა უნდა, სიუჟეტის იყო ნათქვამი, რომ რატო აღარ აღელვებს ხელისუფლებას შოუ-ბიზნესი და რატომ არის გადართული ის მარტო ფოლკლორზე და რატომ აინტერესებს მარტო ჩვენი წარსული და რატო არ უნდა მომავალიც რომ კარგად იყოს, ხო? ეს იყო სიუჟეტი და ეს თქვენგანაც არაერთხელ დაფიქსირდა. მე მაგალითად ვაფიქსირებ შემდეგს, რომ ქართველი მომღერლები, თანამედროვე მომღერლები, როგორც თქვენი წრის წარმომადგენლები, ანუ ან იქით რო ხართ. ნუ აი underground-ში, ხო, წარმომადგენლები ძალიან ხშირად მიმართავენ ქართულ ფოლკლორს. ბოლო დროს იმდენჯერ გაცოცხლდა ქართული ფოლკლორი, რომ რა ვიცი. ამაში ხედავ რა. არა, ცუდი არაფერი არ იყო, მე იმას ვამბობ, რომ ესე იგი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორი და მიგაჩნიათ, რომ ქართული ფოლკლორის გარეშე ვერ მიაღწევთ გარკვეულ წარმატებას. ალბათ? არა, ეს ასია. არა, შეშყავდი და ჩემ შემთხვევაში არ ხობის მაგალითად ვერ გეტყვით, ჩემ შემთხვევაში არ ვთვლი ნამდვილად ასე, რომ ამის გარეშე ვერ მივახცევ წარმატებას. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩავთვალეთ ჩვენ საკმაოდ სერიოზული, ჩვენისაც სერიოზული გამოკვლევების საფუძველზე, რაც ჩავატარეთ, გავაკეთეთ, არ ვიცი, ესეც ალბათ მართლა ყველაზე სერიოზული მაინც არაფერი არ ხდება, ხდება რაღაცები. გავაკეთეთ კატალოგი ქართული საკრავების ბოლო რაც დარჩა და აი ამ 2 წლის განმავლობაში აი ამ ქართულ ფოლკლორთან ახლო შეხებისას რაღაც საინტერესო დავინახეთ და გადავწყვიტეთ რაღაც ეს ექსპერიმენტის სახით რაღაც გაგვეკეთებინა. თორე ეს იმისთვის არ დამერწმუნეთ რა, ხელოვნება არ კეთდება. ანუ ფოლკლორს წარმატებისთვის არ იღებს. ხელოვნება კეთდება იმისთვის, რომ აკეთო. ის თუ წარმატებას მიგაღწევინებს, ის არის კარგი. ის კარგია, გაგიხარდება. შეიძლება არ მიგაღწევინოს წარმატება. შემდეგი კითხვა. კითხვა, კი ბატონო დასვა. ახლა შენ თქვენ გეკითხებით ისე, იმიტომ რომ თქვენ ხართ ყველაზე მეტად დაახლოებული ადამიანი ამ შემთხვევაში ქალაქის მერთან. მე מאוד მაინტერესებს, აი თქვენ ახსენეთ ბაზა, ხო, უნდა შეიქმნას ისეთი, რომელიც შემდეგ თქვა თუნდაც იქნება გამოსავალი დღევანდელი დღიდან, რაც ხდება დღეს, ხო? აი ესეთი საუბარი, რასაც ჩვენ ახლა გვეუბნებით, იმ სიტყვებს, რაც გვეუბნებით, გქონია თუ არა თუნდაც ქალაქის მერთან. აი ესეთი რჩევა მიგიცემთ თქვენ ამაზე გქონია საუბარი, მაშინ როდესაც დაუშვათ ამ სფეროზეა ლაპარაკი. და რა პასუხი გქონია მას, აი რომ გითხრათ უბრალოდ მისი აზრი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის ეთანხმება ზოგჯერ არ ეთანხმება. კიდევ ერთხელ ჩელოთა საბჭოს ორი სიტყვით იმის გამო რომ რაღაცა ესეთი გაუგებრობები ორი სიტყვით გეტყვით რა ფუნქცია აქვს ჩელოთა საბჭოს. ეს არის სათათბირო საბჭო. ეს არის საკონსულტაციო საბჭო. ჩვენ არც დადგენილებებს ვიღებთ, არც ხელფასი გვაქვს, არც გადაწყვეტილებების მიღების უფლება გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კონსულტაციის დონეზე. ანუ, როდესაც ამაზე არის საუბარი, ამაზე გვაძლევთ ჩვენ კონსულტაციას ჩვენი აზრით მეტნაკლებად რაღაც ობიექტურ სუბიექტურ და შემდეგ უნდა სამსახურება მიიღო გადაწყვეტილება. ერთი კითხვა მაქვს, ვახო. როდესაც ამაზე მიწის მუშაობა ახლა. აი თვითონ ამ საკონცერტო დარბაზებთან დაკავშირებით, აი კონკრეტულად ფილარმონიაზე მაქვს საუბარი. როდეს მეკონიათ საუბარი, რომ ფილარმონია რა მდგომარეობაშია დღეს, მაგალითად საგრემიონოში რო შეხვიდე, მორიგენა თუ რა უნდა ითხოვო. მე არ კიდე ერთხელ გეუბნები, მე არ ვიცი φιλარმონია რა ურთიერთობაშია სახელმწიფო დაწესებულებაა და იმიტომ შეიძლება მე არ ვიცი რომ ფილარმონიას ყავს თავის მენეჯმენტი, თავის დირექტორატი. კი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ არის ფილარმონია, ეს არის სახელმწიფო ის ხალხია, რომელმაც თავი გამოვაჩინა ეგრეთ წოდებულ შოუ-ბიზნესში საკმაოდ კარგად, ხო? იმ ხალხს, ვისაც აბარია დღეს ფილარმონიის მენეჯმენტი. ნახოთ რა იქნება ახლა, თქვენც ხო იცით? მე რამდენად ვიცი, არის ფინანსების პრობლემები იქ ფილარმონიაში, მის გამო რომ მეგობრები არიან, ჩემი ვიცი მათი გულის ტკივილი. თქვენც იცით, რომ არის ეს პრობლემები იქ, ისინი არა, მე სხვა რამე მინდა კითხვა ახლა იქ ნატურა არა, იცით რა არის ახლა ისინი არიან ფილარმონიაში ხო ეს მაინტერესებდა უბრალოდ ხა ჩემი მეგობრები არიან ისინი მაგრამ კონკრეტულად თუ განიხილავს ამას არა ქალაქის მერია თუ ქონია ამაზე არ ხონია საუბარი თქვენ უკვე აგხსენეთ სტრუქტურა არ ნუ ბრაზდებით და ესე და მე უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება ამ სათათბიროში ხო თქვა რადგან თქვენ ხართ აქ და არ მოვიდა ვიმეორებ ისევ ის ადამიანი რომელიც უნდა მოსულიყო და
უბრალოდ არაფრად არ ჩაგვაგდოდა ეს მისთვის მასზე ძალიან ცუდად მეტყველებს. მართლა ძალიან ცუდად მეტყველებს. უბრალოდ აგვიხსნათ. აი ეს სათათბირო მერიასთან რადგან ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოსა და შოუ-ბიზნესის და სახელმწიფოსა და კულტურის ურთიერთობაზე. უბრალოდ ეს სათათბირო რაზე მსჯელობს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აი ესეთი რაღაც ზოგადი ფრაზებით რაღაც მომავალი 20 წლის გეგმებს აწყობენ, რეალურად კი უბრალოდ მართლაც არაფერი არ ხდება. აი რაზე მსჯელობთ? აი ბახო იქ ეს წრებით სათათბირო. ეხლა თქვენ გაინტერესებთ შეველთა საბჭოს მუშაობის პრინციპი. ბახო, აი კულტურას რაც შეეხება, კულტურას რაც შეეხება, რაზე მსჯელობთ? აი ეს უბრალოდ მაინც. ბახო, აი ნანის კითხვას უფრო კონკრეტულს გავხდი, თუ შეიძლება ოქტომბრიდან მუშაობს ეს სათათბირო, ხო? ოქტომბრიდან ჩამოყალიბდა თუ საბჭო, რა ქვია, კარგი. მრჩეველთა საბჭო. ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, ну, დიდი პერიოდია, მაინც მოკლევა და არ არის. საერთოდ ქართული შოუ-ბიზნესის საკითხი დასმულა? ქართული შოუ-ბიზნესის თუ როგორ გადავარჩინოთ, ან რა გავაკეთოთ? რა ვქნათ, რით დავეხმაროთ, ან არ დავეხმაროთ? ან დავალოდოთ ახალ. კარგი, მოდი შოუ-ბიზნესი თუ არ დასმულა, მაშინ თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ. რა შოუ-ბიზნესი რა ჩვენ? არა, ქართული ესტრადა, ქართული სიმღერა. აი ეს მაგ რაზეც დღეს ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ. დღევანდელი თემა ხო არის ქართული შოუ-ბიზნესი. მე არ ვთვლი და არ ბახო, მოდი კონკრეტული კითხვა იყო და კონკრეტული. ხო და კონკრეტული სენსაცია. მე არ ვთვლი და არ დავსვავ ასეთ კითხვას არც მერთან, არც დაუშვათ პრეზიდენტთან და არავისთან, რომ როგორ გადავარჩინოთ ქართული ესტრადა. არა, ანუ შუაში კიდე ერთხელ ისევ და ისევ ვიმეორებ, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფომ გაარკვიოს თავისი პრინციპები ხელოვნებასთან. ხო და მე მეტად შენ არ გაწუხებს ეს საკითხი, ვეღარ გავაკეთებ. თუ აი აღარაფერი აღარ კაი რაც ამ ადამიანს. არა, ბახო, მაშინ არ მაწუხებს მე ეს საკითხი, კაცო, მე დამაფინანსებ თუ არა სახელმწიფო და რა. შეიძლება მე ვთქვა? შეიძლება. დაფინანსება არ მიკითხავთ, იცით რომ საერთოდ რაზე საუბრობ? არა, ეთი წამი. ანუ იმაზე არა, სხვა რამეზე ლაპარაკობ. აქ იცით რაზე საუბრობ? ანუ რა რა ფუნქცია იმ საბჭოს? რა ფუნქცია გამსაბჭოს? რა ფუნქციები? აი ეს აინტერესებს. მე შეელთა საბჭოს აქვს ძალიან ბევრი მართალია მე შემოდის კითხვით. ხო და მე დაიბადება ეს. აბა რა გინდა? თუ გისაუბრა ელემენტარული კითხვა, თუ გისაუბრიათ ქართულ თანამედროვე ხელოვნებაზე, კულტურაზე და ზოგადად როგორ განიხილავთ ამ თემას? ერთი წრი და აქვე მაგას პასუხობთ, რომ ეს არის სასაუბრო იმასთან, რა ქვია, კულტურის სამსახურთან, განათლების და კულტურის სამსახურთან, რომლის ახალი ხელმძღვანელი არის ნატა მაჩალაძე და რომ ამ სამსახურის რეორგანიზაცია ხდება და აი ამ რეორგანიზაციის პროცესში ხდება კონსულტაციის დონეზე ჩვენია დაუშვათ აზრების გაზიარება. აი სწორედ რაზეც ახლა ლაპარაკობდი რომ უნდა შეიქმნას. ანუ გისაუბრიათ ესე იგი თანამედროვე. და მაგას გეუბნები კონკრეტულად. გილაპარაკებით იმაზე რაზეც. ესე მოკლედ გავცე ხოლმე პასუხი. არა, მე არ მესმის უბრალოდ მე მესმის ახლა თქვენ არ ყავთ კონკრეტულად. თქვენ არ ყავთ ახლა ის ადამიანი ვისთანაც ბევრი კითხვები გაგიჩნდა. მე უბრალოდ არავარ კომპეტენტური ვთვლათ, რომ ამ კითხვებზე გავცე პასუხი. თქვენ რადგან მას კარგად იცნობთ, ურჩიეთ რომ შემდეგში მოვიდეს. მე უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი. მე არა, მე ნამდვილად არ ვიცნობ სახეზეც კი. როგორ გასაკვირი არის. რა, კითხვა დასვი. მე მახსოვს რაღაც 2-ოდე თუ 3-ოდე თვის წინ ჩვენ აქ ქონდა საუბარი, თემა იყო ქართული ფესტივალები, გონი, ფესტივალის ორგანიზატორები. მაშინ სტუმრად ყავდა გიორგი მამაცაშვილი და კიდევ ყიფიანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ პრობლემატურ საკითხებზე, იმაზე, რომ გადაგდებაც ვახსენეთ, იმიტომ რომ ხდება მსგავსი რაღაც თემები, წამოიჭრა. რამდენიმე დღეში მე დამირეკეს ანუ კონცერტის ორგანიზატორები გადააგდებენ, აი ეს იყო საკმაოდ ისეთი სპორტის სასახლის თემა და მოკლედ არის წელი თემა. ხო, გავიდა რამდენიმე დღე მაესტროდან დაგვიკავშირდნენ, მოკლედ
ბატონმა მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა იმის გამო რომ ჩვენ ზუსტად ვახსენეთ გადაგდება ხოდ აი ამის გამო ჩემი აზრით უკვე დღესდღეობით უკვე ამის შთაბეჭდილება რჩება დაინტერესდა იმით რა ხდება შოუ ბიზნესში მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ თუმცა ამ საუბრის თემა იყო ძირითადად აი ეს ფინანსური ამით დაინტერესდა რა უბრალოდ მოკლედ ამას ვიტყვი რომ ძირითადი დაინტერესება გამოიწვია ამან თქვენთან როგორც ესეთი მრჩეველთა საბჭო ინტერესდება თუ არა ეხლა დღეს ბატონი მერი რა ხდება ჩვენთან გვესტუმრა მაესტროში თქვენ იქ მიდიხართ ეწევით ხოლმე მერიაში თქვენ თუ გეკითხებათ რა ხდება ქართულ შოუ ბიზნესში სიმშვიდეა ცოცხლები არიან და საერთოდ რაღაცას შეიძლება ვიტყვი საერთოდ გადაუხვევ თემიდან მაგრამ აი ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით ვიტყვი და ისიც შოუ ბიზნესს ეხება სხვაშორის 12 წლის უკან ომის დროს დამენგრა ბინა. იმის მერე რამდენი მერი მოვიდა. ყველა მერმა გადამაგდო და პირველია ჭიაბერაშვილმა გუშინ წინ მომცა ორდერი სხვადასხვის ბინის. აი რაც მართალია მართალია. მართლა? და თემა გვეკვალია დასასრულო. ხო, არა, კითხვას როგორ? მე მგონი ვახოს მიმართ არის უმართებულო აგრესია, იმიტომ რომ რაღაცა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელია და ბოროტებად აღვიქვით, რომ ვახო რა ხდება და რატო არ უშველით ამ შოუ ბიზნესს. მე ვფიქრობ რომ ვახომ პასუხი გასცა ამ კითხვას და იყო ესეთი რაღაცა თუ დამესახვები რომ ზოგადად სიტუაცია უნდა გამოსწორდეს რაღაც ბაზა უნდა შეიქმნას რაღაცა ნიადაგი რომ ამ ყველა ნიჭიერ ადამიანს შეეძლოს თავი გაიტანოს ამ ჯუნგლებში რასაც შოუ ბიზნესი ქვია ეს ერთი წუთი სულ ეგრე ერთი გაწყობილი კი არა ვაშენს ეგრე არა ხო და ეხლა ჩვენი მერი ვახსენეთ, რაც ჩვენი მერი მოვიდა, რაღაც ფანტასტიკური პროექტებია, რაც ათამჯენებს ვაშენებთ, აეროპორტები, ნავები შემოვლენ, გემები გავლენ და რაღაცა ესეთი პასუხი რო არ იყო შენგან, აი კონკრეტულად რას გულისხმობს, იმიტომ რომ თქვათ მანამდე რაც კეთდებოდა, თუ კონკრეტულ კონცერტებს ვაფინანსებდით, ჩანდა მაინც, რომ ვაფინანსებდით და იყო კონცერტი რა, იყო მაინც და ეხლა ვამბობთ, რომ რაღაცა აზრი, რაღაცა იდეა გვაქვს, ანუ რაღაცა საერთო მდგომარეობა და გამოსწორდეს, აი რას გულისხმობს კონკრეტულად რამე პროექტი თუ არის, აი თუ იცი შენ მე კი არ გავალდებულებ რომ შენ პასუხი გამცე, მაგრამ ახლა ესეთი აზრი არის, რომ ზოგადი სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, რას გულისხმობს ეს? ანუ მე კიდე ერთხელ გავიმეორებ, მე რაც ვიცი იმას გეუბნებ. მე ვიცი რომ აქ ხდება მთელ მერიაში ხდება რეორგანიზაცია იმის გამო რომ იქ კვირაში ერთხელ მივდივართ ხოლმე ჩვენი საბჭოთა მიდრებებით ვიცით რომ არის რეორგანიზაცია სტრუქტურული შესაბამისად განათლების და კულტურის სამსახურის რეორგანიზაციაც ხდება ახალი პრინციპების ჩამოყალიბება კონკრეტულად რა პრინციპები ყალიბდება, როგორ იქნება, ეს ალბათ ჩემისათვის სწორი იქნება ისევ საზოგადოებასთან მსჯელობით დაუშვათ 1000 ამას კონკრეტულად ყავს ხელმძღვანელი ვინმე? კულტურის განათლების და კულტურის სამსახური არის ამის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ანუ ქალბატონი ნატა. ანუ განათლების და კულტურის სამსახურმა უნდა ჩამოაყალიბოს პრინციპები, რა პრინციპებითაც იქნება ურთიერთობა რა ხელოვნება არ აქვს უკაცრავად როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ურთიერთობის პრინციპები თუ მათთან არც იცნობს და არც მისულა და არც აინტერესებს იცი რა ნანა აქ მეორე მხარეც არის აქ რამდენჯერმე ითქვა რომ ქალბატონი ნატა მაჩალაძე არ გვინახავს თვალი თქვენ თავად თუ მისულთ მე როგორ უნდა თვითონ თუ არ დაგვიბარა ჩვენ ახლა რაზე მივიდეთ აუგო მე მგონი ეს საკითხი გავარკვიეთ უკვე ლიზას უნდა ორი არა მაქვს შეიძლება გავაკეთო მიმართვა ერთი რამე მაინტერესებს იცი თუ თვითონ არ გაუჩნდება იმისი სურვილი ელემენტარულად რომ მე უნდა მივიდე მასთან და ეს ალბათ ლოგიკური არის მე რა ვქნა ჩემი ინიციატივით წავიდე და აუცილებლად უნდა გავიცნო ვინ არის მე კულტურის სამსახურის გავარკვიეთ ეს საკითხი და ლიზა რაღაც ის დათოქიტაშვილი თვითონ მოვიდა და მე ხო დათოქიტაშვილი თორე ისედაც იცით თორემ საქართველოს მელელად უწმია და ერთ ემოთათარაშვილი გასაგებია ლიზა გასაგებია მე უბრალოდ მიმართვა მაქვს მე და მიმართო ჩვენს მერს დედაქალაქის მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს უკაცრავად რომ იცით რა არის სანამ აი ეს გლობალური პროექტები განხორციელდება, იქნებ მათაც და მივცეთ საშუალება რომ ამ ჩვენ მომღერლებმაც იმუშაონ, ანუ თუ კი გეგმავთ კონცერტებს, ხო? დავგეგმოთ ეს კონცერტები იყოს, ეს შოუები ვაკის პარკში თუ რესპუბლიკის მოედანზე თუ როგორ იქნება. თუ კი გვინდა განვითარება ქვეყნის, გაიხსნას ეს კლუბები, ანუ მივცეთ საშუალება რომ აშენდეს და
ანუ მწვანე გზა მივცეთ და ასე შემდეგ. ეს ესეთი უახლოესი გეგმები და კიდევ ერთი თუ კი მას თვითონ არ ერკვევა კულტურაში კარგად და შოუ ბიზნესში და ყავს მრჩეველი, მაშინ ის მრჩეველი ან უნდა იყოს პროფესიონალი, რომელმაც კარგად იცის რა უნდა გააკეთოს, ხო? ან თუ ის არ არის პროფესიონალი, მაშინ ალბათ ჯობია რომ შეცვალოს და კიდევ ერთი მე ვიცი რომ აი დღევანდელი მთავრობის დევიზი არის გამჭვირვალობა და მე ამ გამჭვირვალობას ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირად თუნდაც აი კულტურის სამსახურის უფროსში და თოქიტაშვილი ჩვენთვის იყო აბსოლუტურად გახსნილი. აბსოლუტურად არ იყო პრობლემა არც მომღერლისთვის და არც ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის. მოდიო ძალიან დემოკრატიული იყო გახსნილი შეხვედრებზე მოდიოდი ძალიან მარტივად. უკაცრავად პრესშიც იყო ნამყოფი ღამის შოუშიც და ნებისმიერ იმაში. ეს არ ვიცი, უჩინ მაჩინი ნატა ვინ არის, მე არ ვიცი. მე მყავდა სტუმარი, რომელიც ავად გახდა, მაგრამ მე რო უთხარი, რომ იცით რა, გელოდებით პირდაპირ ეთერში მამუკა სააკაშვილი ფესტივალის ორგანიზატორი, ადგა სიცხიანი და მოვიდა. მეო არ მინდაო რომ შენ გიღალატო და რაღაცა სიცხიანი იჯდა ეთერში. გასაგებია, ლიზა და მეც დავამატებ რაც შეეხებოდა სახელმწიფოსთან პრეტენზიებს, ალბათ უპირველეს ყოვლისა ორი პუნქტი იყო გასათვალისწინებელი, ორი მთავარი პუნქტი, რომ აქ არ იყო საუბარი ზოგადად ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე, ელემენტარულად საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფოში საკონცერტო დარბაზი ერთი მაინც, რომელშიც ნორმალური კონცერტის გამართვა შეიძლება და რომელშიც ელემენტარულად საფირფარეშოში შესვლა შეეზარება ადამიანს და მეორე საკითხი, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური კანონი, რომელიც დაიცავს იგივე ვარსკვლავებს და ნაკლებად ვარსკვლავებს მეკობრეობისაგან და არალიცენზურებული პროდუქციის გასაღებისაგან. ყოველ შემთხვევაში ეს მაინც არის შესაძლებელი ზედმეტი ფინანსური დანაკლისის გარეშე. ამის განხორციელება. კარგი. მოკლედ მე მგონი ძალიან საინტერესო თემა გამოგვივიდა დღეს და კარგი იქნება თუ კი ჩვენი სტუმრები პატარა რეზიუმეს გააკეთებენ და თავს მოუყრიან დღევანდელ საუბარს. ანუ რა უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში დრო იწურება გადაცემის, რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ და თემასგან დავიწყოთ. რა უნდა გაკეთდეს და უნდა გქონდეს ურთიერთობა ყოველდღიური თუ არა ყოველკვირეული მაინც აი კულტურის სამსახურის უფროსთან, არ გვინდა ჩვენ არც მერი და არც პრეზიდენტთან არ ვთხოვთ რომ მასთან გქონდეს ჩვენ შეხება. არ არის აუცილებელი რომ სულ ყველა ერთად ვიყოთ ან ყოველდღე მე ვიყვან ყოველდღე ან ხო ისეც იქ არის. უბრალოდ იცოდნენ ჩვენი აზრით, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ ხო გავიგეთ რომ ისინი ფულს არ გვაძლევენ, მაგრამ ელემენტარული თუნდაც აი საახალწლო კონცერტი რომ არ ჩამოეყვანათ ის ინგლისელები და ეკითხა ჩვენგანაც რაღაცა პატარა აზრი, აი მადლობლები ვიქნებოდი, მეტი არაფერი. ლელა გრამონიო რა შეიძლება გაკეთდეს? იცით რა არის, ეხლა წეგანო საუბრობთ მე და ვახო რომ რა აზრია ხელშოთ ამ საუბარს. ანუ წყლის ნაყვა ხო არ არის, მაგრამ ნუ ძალიან კარგია, იმიტომ რომ პეტაპე ეთერში როცა საზოგადოება ისმენს შენსაც ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, როცა სპეციალური სამსახურის უფროსი იქნებოდა. ეხლა მე მართალი გითხრათ, მე არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მერის კულტურის სამსახურში თუ განყოფილებაში თუ საბჭოში თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ყოველთვის მქონდა ჩემი გზა, ყოველთვის ვიმუშავებ და გავაგრძელებ კიდევაც. და ასე რომ ეს მაგათ ესე ვთქვათ თვის მიმინდვია, დაინტერესდებენ თუ არ დაინტერესდებიან, იმიტომ რომ მე რაღაცას გეტყვი, ეგენი მოდიან და მიდიან და ჩვენ სულ ვიქნებით. ასე რომ ჯობია რომ მოგვაქცინო ყურადღება და გასაგებია და ვახო. ბოლოს. დაუნდა. ძალიან მოკლედ. ჩვენს კი ნახავთ თუ იმას. ნუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ უკვე ყველაფერი როგორ ჩასახლებულის ჩათვლითაც კი. რომ მე ყოველდღე თურმე მერიაში ვარ, რა ვიცი, გაუგებარი. ანუ შენ ეთანხმები თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკას კულტურაში? კულტურასთან მიმართებაში. პოლიტიკა ჯერ არა აქვს კულტურასთან მიმართებაში. ამაზე საუბრობ მთელი საღამოა და კიდე იმას ვისაუბრებ. ვახო, კულტურის მინისტრმა მოხდა ჩვენ კომენტარი და ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრა. ეს საერთოდ სისტემა უნდა შეიქმნას. ანუ მას აქვს სფეროში არ ვიცი, მე არ მომისმენი ასეთ პოლიტიკა. თქვენ მოისმინეთ იმ სიუჟეტიდან? არა. ჩვენი პრიორიტეტი. დაიწყო იმით, რომ თეატრებთან დაკავშირებით. კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შოუ ბიზნესი არ არის მათთვის პრიორიტეტული. ჯერ ეს თეატრებთან დაკავშირებით რაუბედურება. შოუ ბიზნესი, მე ვთვლი რომ შოუ ბიზნესი თუ არის შოუ ბიზნესი, უნდა იყოს კარგი, შოუ ბიზნესი რომ არ აქვს თანამედროვე ქართული ხელოვნება. თავისი შოუ ბიზნესი ის არის მოგებაზე მუშაობა. თანამედროვე ქართული ხელოვნება, მაშინ ასე დავარ.
თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ჭირდება ხელშეწყობა. ერთი კითხვა მაქვს. გასაგები, აი ეს გვინდა და გაგვეგოს ზუსტად. დათოქიტაშვილი მოდეში არანაირი მაგრამ არა ესე ერთჯერადი გადაცემის დრო ამოიწურა. დათოქიტაშვილის პერიოდი იყო ფანტასტიკური და ყველანი ვიყავით კმაყოფილი და რატო არ ამოვიღეთ მაშინ ხმა როცა დათოს კანდიდატურა ეჭქვიში. აი ხა გამოჩნდა კითხვა. საინტერესო კითხვა. აი ხა გამოჩნდა კითხვა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ დათო იყო ყველასთვის არაჩვეულებრივი და პლაკატებით სიამოვნებით. მე პირადად გამოვიდოდი. მე მგონი ჩვენი პოზიცია უნდა გამოგვახატა ყველას ჟურნალისტებსაც და მომღერლებსაც. არ არის გვიან დღესაც შეგვიძლია რა მოხდა. გასაგებია, გადაცემის დრო ამოიწურა, ჩვენი დღევანდელი თემა იყო კრიზისი შოუ ბიზნესში. ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემა გამოვიდა. იმედი მაქვს ეს თემა დააინტერესებს ალბათ ყველა იმ ადამიანს, ვისაც წესით უნდა აინტერესებდეს. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა სტუმრებს დღეს სტუდიაში მოგბრძანებისათვის, დიდი მადლობა ჟურნალისტებს და რა თქმა უნდა მაყურებლებს. ეთერში იყო თოქ-შოუ პრეს-პრესი. ჩვენ უკეთესი მომავლის იმედით გამშვიდობებით, მომავალ პრეს-პრესამდე.